აქ სახლში ეს სახლი ააშენა და აქ ცხოვრობდა 1895-1907 წლებში ილია გრიგოლიძე ჭავჭავაძე. ეს არის სახლ-მუზეუმის შენობა, რომელიც სამწუხაროდ ასეთ დღეს, ეროვნულ დღეს დაკეტილია. ჩვენ მაინც არ შევცვალეთ ჩვენი პოზიცია, რომ ამ გარემოში შევგრებილიყავით გელათის შემდგომ. ეს არის ილია ჭავჭავაძის ძეგლი ბიუსტი. ჩვენ აქ გვინდა ამინდით ცოტა წვიმა წამოვიდა. არაფერი ცუდი არ არის ამაში. აქ გვინდოდა ჩვენ რომ ჩაგვეტარებინეს და ალბათ ამინდი მოგცემს საშუალებას ნელ-ნელა რომ ასეც მოხდეს. ახლა აგერ ხედავთ ამ მდგომარეობას. ნელ-ნელა მეგობრები შემოგვიერთებიან, შეხმიანება მოხდება. მოწყობილი ჩვენ კარგად გვინდოდა რომ აქ ყველაფერი, მაგრამ დარწმუნებულიო რომ კავშირი შეგვიწყობს ხელს და გადაცემაც აქედან ყველაფერი შედგება. მივადგეთ ახლა როგორც გითხარით მუზეუმი დაკეტილია ამ დიდ ეროვნულ დღეს რომ დაკეტილია ცუდია. მოვედით თავარი ვინც ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინის საკითხებთან დაკავშირებით მოგელათში მოხსენება გააკეთა ბატონი თემურ მონიავა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, უაღრესად საინტერესო პიროვნება. მზად არის, განწყობილია, ყველაფერი გადადო, დღეს აქეთ ყოფილიყო. ბატონ ვახშის იცნობთ, ჩვენი სპიკერი ბატონი ბესიკ ბოგველი, ყველას ნელ-ნელა ეგერ მოდის ბატონი რომან რურუა, ბატონი მურმან კვარაცხელია აფხაზეთი, შეგლიათ ხალხს მიესალმოთ. ფეხბურთის დიდი კორიფეები, ბატონი ნუგზარ ღამბაშიძე, ძალიან ცნობილი ხარდამჭერი და წამყვანი, ბატონი მანუჩარ მაჩაიძეს იცნობთ. აგერ ჩვენთვის ძალიან სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და არა მარტო ამ შემთხვევაში როგორც მეცნიერი დოქტორი, ალბათ ყველა ეს პიროვნება გამოვადგეს ჩვენთან, აგერ მეორე მეცნიერების დოქტორი, წერალი, ყველას ეცქება საშუალება. ბატონო კოტე, 1-2 სიტყვა შეძახე. კარგი დღეა დღეს. დიდებული და ამ სულისკვეთებით უნდა ვიაროთ, იმიტომ რომ ჩვენს აფხაზ და სამაჩაბლოებსაც უნდა მიმართოთ, რომ უნდა გამეორდეს საქართველოში ეს. აუცილებლად. ერთიანი საქართველო, დიდი საქართველო. აუცილებლად. 3,600,000 მონაწილე ყავდა იმას. იმ რეფერენდუმში. და ეს უნდა გამეორდეს. ძალიან კარგი ის დღეს სიტყვითაც გამოვა ჩვენთან. ლაგოდეხიდან ჩამოვიდა მართალია ხაჩიძია გვარად, მაგრამ მაინც ლაგოდეხიდან. დღევანდელი დღე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიულად. საქართველოს მოსახლეობის 90%-მა 33-34 წლის წინ აღიარეს დამოუკიდებლობა და იმის შემდეგ დიდი რეფერენდუმი შედგა. პირველი მრავალპარტიული არჩევნები იყო, დღეს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ყველაფერი ერთად და ამ მამულში ყოფნას დიდი მადლი აქვს. ბესო ბატონო, სწორია თუ როგორ არის? სწორია, ძალიან ლამაზ ადგილას შევიკრიბეთ დღეს, ამ მნიშვნელოვან დღეს. ქართველთა ერთიანობის დღე იყო ეს დღე. სასაული დღე იყო, სასაული. და დღეს როგორ დანაწევრებული ვართ? დღეს დანაწევრებული ვართ დღეს. უნდა შევკრათ. ბატონ თემურ, 1-2 შეძახილი, ერთწუთიანი. დღეს ნამდვილად დიდი დღეა. ისტორიულად ერთ 31 მარტია. ყოფილი ჩვენ ილიას ამხელა პასუხისგებლობა. სწორედ ის რომ გელათში დაიწყო ესნერთა კონგრესის იქ დაიწყო აგვაგზელებთ. გახვალება და დღეს აგრძელდება. აქ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის დამხატების დღეს ეს სიმბოლურია და მე მწამს რომ
კეთილი იქნება ბოლო და ქართული საქმე გაიმართება. ვინც ეს გარემო შექმნა ილია ჭავჭავაძემ, როგორი სიტყვა თქვა გელაჩი, ბედნიერი მორიგება ერთმანეთის დაუმცირებლად და დაუმონებლად, ნუ ეს ჭირდება ქვეყანასო, წარმოგიდგენიათ? ასე უნდა კეთებოდეს ქართული აუცილებლად. სხვაგვარად არ გაქვს. ვახში ბატონო შეძახე, ვახში ჯვანია, მეცნიერების დოქტორი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დაპირისპირება შეწყდეს, დავჯდეთ, დავილაპარაკოთ, ვითათბიროთ, მომნახოთ ყველა ამ ქვეყნის შვილები ვარ და ყველას თავისებურად გვესმის ქვეყნის სიკეთე, მაგრამ ერთად უნდა დავჯდეთ და გადავწყვიტოთ. აუცილებლად, ჩვენ აუცილებლად. მეცნიერებს გვაქვს ჩვენი უკვე გამომუშავებული ხედვები და კარგი იქნება თუ მოგვისმენენ პოლიტიკოსები როგორც პოზიციიდან, ასე ოპოზიციიდან. მე მგონი ჩვენ ხალხში უნდა გავიდეთ უფრო და ხალხი უნდა შევკრათ მეცნიერთა პროგრამებში, ეგ ყველაზე სწორი და კარგი იქნება. და რაც თავარი არის, ეს პოპულარულმა ტელევიზიებმა უნდა მოგვაქციონ ყურადღება, უნდა დაინტერესდნენ ჩვენი პროგრამებით, ჩვენი ხედვებით, ჩვენი დოქტრინით და მათი მეშვეობით უფრო ადვილად გავაცნოთ. პოპულარული არის ბატონო ვახში მართალი ტელევიზია. ქართული ტივი, ქართული ტელევიზია შექმნეს დიდმა კორიფეებმა და მათ თქვეს რომ მართალი და ჩვენ ყველანი ვდგევართ იმაზე რომ მართალი ვის შეუძლია პირდაპირ აი მოვიდეს აგერ მონაწილეობა მიიღოს, აი პირდაპირი ჩანაწერი იქნება, იქ მოვიდეს ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს პარასკევს 4-დან 6 საათამდე როცა მეცნიერთა კონგრესის დროა. ეს უნიკალური რამ არის. ნელ-ნელა ჩვენ მივეხმარებით ყველანი ერთმანეთს რომ ყველაზე ძლიერი, ყველაზე მაგარი და ქვეყნის გადამჭერი ტელევიზია სწორედ ქართული ტივი იქნება. ვერ კონკრეტს ასეც იქნება. ბესიკ ბატონო ერთი შეძახი ერთი ორი სიტყვა მე დანარჩენი იქეთ. ეს კონგრესის სპიკერი წამყვანი იქნება ერთ-ერთი. მოგესალმებით ყველას. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ქართული სახელმწიფო დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ეს არის აზია-ევროპის დერეფანი ამოქმედება. ეს არ არის მარტო ეკონომიური და საგზაო, ეს ნიშნავს სამეცნიერო, პოლიტიკური და სოფხედულობითი სისტემების სინქრონიზაცია უნდა მოხდეს. აზია-ევროპის სინქრონიზაცია ქართულ ერმაოს მისი მისია, თუმცა ჯერ არ აქვს გათვითცნობიერებული და შესაბამისად დღევანდელი მმართველი და ოპოზიციური პარტიები არ არიან განწყობილი ამ დიდი ამოცანებისკენ. ამდენად ის ხალხი, რომელიც თვლიან, რომ ამაზე უნდა იმუშაოს, სასწრაფოდ პროგრამებზე, სიახლეებზე აქცენტირება უნდა გააკეთონ, ის ხალხი უნდა შეიკრიბნენ და ჩვენ რაც გვაქვს მაისის გეგმაში, ეს არის თანხმობის პარლამენტი, სადაც იმ ადამიანების შეკრება აუცილებლად, რომელიც კონკრეტული ამოცანების შესრულებაზე იმუშავებენ. ქართველი ერი უნდა გადარჩეს და თუ უნდა გადარჩეს, ის მეცნიერება უნდა ავანგარდი გახდნენ და ნაშრომები და თემებს მმართველ და ოპოზიციურ პარტიას არ აინტერესებს, თვითონ უნდა ჩაუდგნენ ავანგარდში, პოლიტიკურ ფორმატში გადაიტანონ, მოვიდნენ ხელისუფლებაში, მიხედონ ყველა თავიანთ თემებს. ბატონი ბესიკ ბოგველი გახლავთ ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძის თეორიის ერთ-ერთი საყრდენი კაცი საქართველოში და ვინც იბრძვის ძალიან სერიოზულად რომ დიმიტრი უზნაძე ისე იყოს დაფასებული ამ ქვეყანაში, თუნდაც ისე იყოს როგორც უცხოეთშია დაფასებული და ჩვენ უფრო მეტად არა მარტო ეს ფსიქოლოგის ქართული სკოლა გაბრიელ ნიკოძე, რომელიც მე სუბსტანციაზეა ძირითადად აქცენტირებული, ანუ ამ კონცეფციით მე სუბსტანცია განაგავს ფსიქიკას და არაპირიქით ფსიქიკაშია მე და ის განაგებს. ამიტომ მე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ადამიანის თლიანობა და ადამიანს განაწყობს, განწყობები განსაზღვროს ადამიანის მოქმედებას. აი აგერ კალბატონო ციცი მობძანდით მიესალმე ქვეყანას ციცი ერისთავი დიდი მოღვაწე ქალბატონი ტელევიზიის და რა ვიცი სულის ჭამდგმელი და ძალიან ღირსეული პიროვნება ერთწუთიანი შეძახილი. რაიმე აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი საღამოთი ამ იდეალურ საზოგადოებასთან და მადლობა ბატონ თემურს ამისთვის. ბატონი თემური არის სასაული პიროვნება. დღეს ჩვენ აი ამ იდეალურ საზოგადოებაში მოვხვდით. იცოცხლეთ. იდეალურ გარემოში ჩემო ბატონო თემურ. და წარმატებული მეყოლა. მაგრად აკეთ იყო რომან ბატონო შეძახე მიესალმე ერთი ორი სიტყვა უთხარი საქართველოს რომან ურუა რა უნდა უთხრა საქართველოს ყველა განათლებული და ყველა კულტურული ხალხია
და ახალ ცხოვრებას ველით და ალბათ ასე იქნება. თქვენაერმა ხალხმა აგერ ბატონი მურმან კვარაცხელია აფხაზეთი მეცნიერების დოქტორი ასეთი დიდი ტიტულები ბატონო მურმან როგორც ბატონ რომანს აქვს ცოტა გვყავს სოფლიოს ხავს ცოტა ძალიან ღირსეული და გამორჩეული კაცი და უნდა ვიამაყოთ აბა ბატონო მურმან შეძახეთ შევძახებ ჩემ საქართველოს ულოცავ რეფერენდუმის დღეს, ულოცავ ზედ გამსახურდიას დაბადების დღეს, რომ ჩვენ დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა რო ქვია, სწორედ ზედ გამსახურდიას და იმ თაობის დამსახურება. და ჩვენ ვატე უნდა გადავიბაროთ და ჩვენ მოვალთაობებს უნდა გადავაბაროთ, ჩვენი ქვეყანა რო დამოუკიდებელი, სუვერენული და რაც მთავარია, ქართველზე შეყვარებული მანახე ღმერთი. ამინ. ბატონი მურმანი გახლავთ ხილია ჭავჭავაძის ეკონომიკური მემკვიდრეობის ძალიან სერიოზული მკვლევარი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ძალიან საინტერესო პიროვნება და როგორც იტყვიან აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი. ბატონი რეზო ძოძუაშვილი მიხით შეძახიაბა 1-2 სიტყვა ქართველობას ქვეყანაში ქვეყნის გარეთ გიყურებენ რეზო ძოძუაშვილი ჩემგან ერთი დიდი ყურადღება მინდა მივაქციო იმას, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ისეთი დონის თამაშები აჩვენეს, რომ ძალიან მაგარი გული გაუხარეს ჩვენ გულშემატკივრებს. ბევრ ხალხს და მინდა რომ ყველა სფერო აყრეს ქართულ ფეხბურთს, გამანდელ ქართულ ფეხბურთს და ასე ერთიანად ვამდიდროთ და სწორი გზით ვიაროთ. მაგარი კაცი ხარ. თქვენ დაპატიჟებაში მაგარი კაცი ხარ. ნუგზარ ბატონო. დღეს დიდი დღეა. რეფერენდუმი. დიდი დღეა. მრავალპარტიული არჩევნები. და დიდებული ორგანიზება სტარდება. სანაც სად ვარ? აი ამ სასაულ გარემოში სად უნდა იყო უკეთეს ადგილზე. გასაგვირებელი. მანუჩარ ბატონო. აბა შემოძახე. საქართველოს უამრავი პატრიოტი ხარ და მაგრამ ილია ჭავჭავაძე განსაკუთრებით პატრიოტია, იმიტომ რომ ილია იყო საქართველოს მამას სულელი მამა და კაუმაჟის მისახელს, მის უკდარებას. დღეს დღევანდელი დღე იყო საქართველოს რეფერენდუმის დღე და სწორედ ჩვენ აღნიშნავ დიდი მადლობა. აგერ ჯულია საფერძნეთიდან გვეუბნება გული მევსებაო, როგორ უწერია გენაცვალეთ, გული იმედით მევსება, იმედით უნდა ვიყოთ, იმედით. ყველა უნდა დაუდგეთ ტელევიზია ქართულს გვერდით, უნდა დაუდგეთ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას, კაცებად ვიქცეთ, რომ ამ დიდი კაცების მიერ შექმნილი ტელევიზიას კაცურად დაუდგეთ გვერდით. უჭირს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დაუდგეთ გვერდით. აბა გითხარით საქართველოს გვერდით დგომას ვისურვებდი და საქართველოში ძალიან დიდი პრობლემების მოგვარებას, რაც არის სასწრაფოდ მოსაგვარებელი. მე დღეს ამიტომ უფრო წამოვედი, რომ ყოველთვის შედეგზე ვარ ორიენტირებული. ამდენი წელია ვიბრძვით, ამდენი ოპოზიცია საქართველოში, მაგრამ მე სერიოზულ საფრთხეს ვხედავ, აი ამ ეტაპზე სასწრაფოდ მოსაგვარებელია. ძალიან ბევრ მუსულმანს ვხედავ და ძალიან ბევრ უცხოელს საქართველოში. ასე თუ გაგრძელდა, ხვალდაზე საქართველოში საქართველოში ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა თქვენიცით მონაწილეობა გაქვთ მიღებული. ხალბატონიური და ეს ყველაფერი დარეგულირდება. ამაზე ყველა ქართველი უნდა გაერთიანდეს, რომ ჯერჯერობით საქართველოს გვაქვს შესანარჩუნებელი და მე უნდა ახვახორწინოთ. მე მგონი უკვე ვკარგავთ, ქართველი აღარ მრავლდება. კარგავთ, არაფერს არ ვკარგავთ. ჩვენ ძალიან მძიმე რამეები გველოდება წინ, თუ ირანში რამე დაიწყო, საქართველოს ირანიზაცია მოხდება და ამიტომ პირველი ნომერი, რაც უნდა ვთხოვოთ, ვისაც ეს ხელეწიფება, უნდა დავკეტოთ საზღვრები. არ შეიძლება საქართველოს 160 ქვეყანასთან კონდეს ღია საზღვარი, ეს არ შეიძლება. სწორია თუ არა? მთიანელი კაცი, ძალიან საინტერესო პროფესორი, დოქტორი, დიდი ექსპერტი, აბა შემოძახეთ. სწორედ ბრძანდებით, ბატონო თემური, პირველ რიგში საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავაყენოთ ფეხზე სახელმწიფო. ამიტომ ეს დოქტრინა ყველა უნდა წაიკითხოს და გაიაზროს, რა არის ამისათვის საჭირო. მე მგონი ყველა ადამიანმა თავის საქმე რო აკეთოს, რაც მას ელეწიფება, უკეთესი იქნება, მაგრამ საჭიროა სახელმწიფოს მმართველობაში მოიყვანოთ ის ხალხი, რომლებსაც სახელმწიფოებრივი ხედვა გააჩნიათ. სხვანაირად
ჩვენ არაფერი არ გვეშველება. მით უმეტეს არაფერი აღარ არის ჩვენ საქართველოში. წარმოებები არ არის. არაფერი, ყველაფერი გაანადგურა. ვინდა თქვენი ცით ეს ყველაფერი რომ ექსპერტიზას თქვენ აკეთებთ და დღემდე აღარ გაჩერებენ სახში, უნდათ რომ გამოიყენონ თქვენი ცოდნა, ეს კარგია ძალიან. ამავე დროს განათლების ხარისხი ძალიან შემცირდა. არავის ინჟინრობა აღარ უნდა. ჩვენ დღეს აქ ამ ადგილზე იმედიანად უნდა ვიყოთ. აბატონო ეკა. მოგზანდით ერთ წუთით, მოგზანდით ერთ წუთით, აქეთ მოიწვია აბატონო ნინო. აი აგერ არის პიროვნება, რომელმაც ჯორჯ კობის მუზეუმი შექმნა. ეს არის პიროვნება, რომელმაც მიმართა თელს იმას, რომ აბა გითხარეთ დიდი მამულიშვილებიო და ჯორჯ კობიზე თელი ისინი დააწერია. აი ორი პიროვნება დღეს. ეს ფაზის აკადემია, მეცნიერების დოქტორი, ძალიან საინტერესო პიროვნება ქალბატონი ელენე გეგეშიძე, რომელმაც სოფელში აღადგინა ჯორჯ კობის ხოსორად ვამბობ, არა? ეს არის პიროვნება, რომელმაც ამერიკაში სასწაული მოახდინა. შეძახილი გააკეთე ახლა. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო ჩვენთვის, ვინც საზოგადოებას წარმოადგენს ამღონიზებელს, სულ მთელი საქართველოში. მე ყველას ვლოცავ ამ დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობა ეს არის ხარისხოვანი, იმედია ჩვენ გვექნება ნათელი მედიები მომავალი. ყველა ჯანმრთელობას, მშვიდობას წარმატებებს მაგრამ აი ხო შეგახვედრეთ, ქალბატონი ეკა კარტოზია, რომელიც არის ფაზისის აკადემიაში ძალიან დიდი ფუნქცია აქვს იქ და ძალიან საინტერესო პიროვნება პირველ რიგში განათლების საკითხებზე. ეხლა უბრალოდ შეძახილი მიესალმეთ, დღეს რეფერენდუმის დღეა, კარგ გარემოში ვართ. ყველა საქმე გადადო და წამოვიდა. საქართველოსთვის მნიშვნელოვანესი დღეა და ღმერთმა ქნას, რომ ის ამაღლებული საქართველო დაბრუნებული იყოს, როგორიც ამ რეფერენდუმის, პირველი რეფერენდუმის დროს იყო. ქალბატონო ნინო. ავსტრიიდან დაბრუნდა, ავსტრიაში დიდი ქართული დღე გააკეთეს. ქალბატონ ირმა მანჯგალაძესთან ერთად და დაბრუნდა დიდი ქართული დღე შექმნით, ხოსორია. აბა დიდი მისალმება გააკეთე ამ დღესთან დაკავშირებით. მოგილოცავ დღევანდელ დღეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა და მე პირადად მეგობრები ვარ, რომ დღეს ამ დღეს ჩვენ ძვირფას მეცნიერთა კონგრესთან ერთად ავღნიშნა. ქალბატონ ნინო მემანიშვილი ძალიან საინტერესო პიროვნება, საზოგადო მოღვაწე ქალბატონი და მადლობა რომ აქეთ ვარ დღეს ერთად. აბა შემოძახილი გააკეთე ახლა. გულოცავ სულად საქართველოს. საიდან ჩამოდი უთხარი? ქალაქ გორიდან ჩამოდი. ქალაქ გორიდან. უერთდები ყველა ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებს, ვისაც ეროვნული სულისკვეთება აქვს ამ წინვალებას, როდესაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ რეფერენდუმში ხმამისა საქართველოს დამოუკიდებლობას რის საფუძველზეც უკვე განახლდა აღდა საქართველოს დამოუკიდებლობა უკვე 1991 წლის 9 აპრილის 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. ხოლო შემდეგ მოგეხსენებათ, რომ ძალიან თხოვნილად წარიმართა შემდგომი პროცესები საერთაშორისო შეთქმულების შედეგად ჩვენ გვინდა ერის კონსოლიდაცია ყველა იმ ძალისა, ვისაც გარკვეული ეროვნული სულისკვეთება დარჩა და ახასიათებს დღემდე, რომ ყველა ძალა გაერთიანდეს რაც შეიძლება და მოთავისეობა და პირველობა საქმეში უნდა გამოაჩინოს ყველა. არა ისე რომ მაინც და მაინც პოპულიზმის მიზნით. ამიტომ მთელ საქართველოს მოუწოდებ, რომ თავის სულში აღიგრძნოს ის, არა ის საყოველთაო საარჩევნო უფლება რო არის, მე არ ვეთანხმები მაგას. არამედ გამორჩეულთა უფლება. თუ პირმა კომპრომატების წაყენების პერიოდს არ გაივლის, ისი არ უნდა ქონდეს პირს წაყენებასი გამოსვლა არჩევნებში. ბერძნული იტალიური მას აღარ იმაშია აქეთ ადგენს. აუცილებლად უნდა იყოს თუ ჩვენ ხო დავიწყეთ გელათში კარგი საუბარი. მოხედავ როგორი კარგია კონგრესი, გამოდიოდი კრიტიკულად, ამწავებდი და ხო ხედავ თქვენთან მეგობრობთ აგერ ხო? დიდი დავითის ფრესკა, გელათის ფრესკა, ეს კონგრესმა და აქაც არის 12 პუნქტი, ყველა აბსოლუტურად მისაღებია და დროჟამის ვითარება შეიძლება რაღაცები დაემატოს, მაგრამ ძირითადად აქ ყველაფერია ჩამოწერილი. ისე რომ ყველა ის დარგი რაც დღეს ჩავარდნილია, ერთადერთი ამისთვის მე ვფიქრობ, წამალი ყველა ამისა. დიდი რო არ მომიწევს, დიდ ხანს ეხლა გამოთქვი ეს თორე საათობით შეიძლება ამაზე ვილაპარაკო. აუცილებელია კანონიერი უზენაესი საბჭოს აღდგენა. მაგრად ვიყოთ, კარგია და საინტერესო ისინია უკვე აქეთ ითქვა თქვენს მიერ. აბა, აი პირველი
ხელმომწერები დამოუკიდებლობის აქცე, აგერ ორი პიროვნება ერთმანეთის გვერდით. თან წარუდგინეთ თავი და თან ააგე სამნი. აბა სამი ძმანი გურულე. აბა ნახეთ სამი მეოთხე მეძგემატებით აგერ აი მეხუთე აი ბატონი დიდი მხატვარი ჩვენი გვარად გალობლიშვილი აი აგერ ჩვენ ვართ ხუთნი ვინც ხელი მოვაწერეთ დამოუკიდებლობის აქტს კიდე აგერ ბატონო თემურ მოიწიახეთ აი ექვსნი აგერ ვართ კიდე სხვები მაგრამ ბატონი თემურ მჟავია რომელიც უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე იყო აბა შეძახილი გავაკეთოთ დღეს ხო დიდი დღეა დღეს უდიდესი დღეა ვინაიდან პრაქტიკულად ახალი ქართული სახელმწიფო სათავეს სწორედ აი ამ დღიდან იღებს მაშინ როდესაც ქართულმა საზოგადოებამ გადადგა გმირული ნაბიჯი შეიძლება ითქვას ჩვენ მით უმეტეს აფხაზეთის სიმკვიდრელი ძალიან რთულ ვითარებაში ვიყავით ვინაიდან ამ იდეას საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას განსაკუთრებულად ისე გამოკვეთილი მტრობა გააჩნდა იმ პერიოდში აფხაზეთში მაგრამ ხალხის სასახელოდ უნდა ითქვას რომ ესე იგი რაღაც საოცრად რაღაც მამაღლებული ტონით წავიდა ეს ყველა პროცესი და ესე იგი ღირსეული პასუხი გავეცეთ ყველაფერს და საოცრად დიდი დღეა აქედან აი ეს არის სწორედ ის სათავე ხო მაგარ ადგილზე ვართ თან კიდე დაბადების დღეა კი რა თქმა უნდა მინიშნებული გვაქვს ყველგან რაც დავარიგეთ რა თქმა უნდა მისი რა თქმა უნდა დიდი შემოქმედი აი ამ სწორედ აი ამ დიდი ჩანაფიქრისა ბატონის რიადი იყო და პრაქტიკულად მან დიდი მხარდაჭერა ჰპოვა საზოგადოებაში თან კიდე ისეთ გარემოში სასაულია ერის მამის ეზოში ამის გაცხადება ალბათ ასეთ დღეს მუზეუმი არ უნდა იყოს დაკეტილი მაგრამ დიდი ფუფუნება და მე მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოულოცოთ დღევანდელი დღე მოუწოდო ერთიანობისკენ მოუწოდო ერთმანეთის მოსმენისკენ ესე იგი მივადოთ ალბათ ესე იგი ჩვენი გულისყური ალბათ იმ სხეულს რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ჩვენი მამული ქვია და ალბათ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ ამის მეშვეობით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ლუგზარ მგალობლიშვილი აი პირველი უზენაეს საბჭოს წევრი ხელმომწერი დამოუკიდებლობის აქცე ზვიად გამსახურდია როგორც იტყვიან უაღრესად ახლობელი პიროვნება და აბა შემოძახილი გააკეთებ ნამდვილად უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიაში ეხლა მე თემურმა რაც თქვა აბსოლუტურად ვეთანხმებ და იგივე უნდა გავიმეორო სხვა აბა რა უნდა ვთქვა ერთი იყო აი შემოვძახე რომ ზვიად გამსახურდია ზაბადებული რო იძახიან ზვიად გამსახურდია პოლიტიკოსი არ იყო რა იყო პოლიტიკოსი არ იყო ძალიან დიდი პოლიტიკოსი იყო და აი მე მაგალითად მტკიცებულება მაქვს ამას იმიტომ რომ მე როდესაც წამომაყენა პირველმა საშუალო სკოლა სსრ უმაღლესი საბჭოში მეყარა კენჭი მე კატეგორიული უარი და საქართველოს საბჭოთა უმაღლესო საქართველოს გუმბარიძე იყო მაშინ დავზრონა ნუ გახდა მაშინ იღარა კენჭი და ესე იგი მართლა საოცარი რაღაცები მოხდა 9 აპრილის სიტყვას უნდა გავიღვანოთ ხალხის კამები გავიტანოთ იქეთ 9 აპრილის შემდეგ გუმბარიძემ გაუხანგრძლива ვადა უფლებამოსილების საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს ხოდა არ იყო როდემდე განსაზღვრული მე ამაზე გავაკეთე სადეპუტატო შეკითხვები იყო და ორი თვის განმავლობაში აუცილებლად უნდა განხილულიყო ეს საკითხი რადგანაც ეს ეწინააღმდეგებოდა როგორც რეგლამენტს იმ სსრ უმაღლეს საბჭოს ასევე ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას იმიტომ რომ ჩვენ გარკვეული ვადით ვიყავით ყველა არჩეული ხოდა როდესაც გავიდა 2 თვე და 4 დღე დაინიშნა სდომა
კანონმორჩილი ყოფილა აგინდა. არა. რა არის შეტანილი ეს საკითხი? ჩემი არიხილები. ხოდა მეც გამოვედი სიტყვით ახსენი სხვათა შორის იმ სესიაზე 30 საშვი დაუსვა და ეს ეროვნული მოძრაობის ხალხი და ზვიადი ციკეთი სტუმართა ლოჟაში. ხოდა გუმბარსო სიტყვიდაც გამოვიდა. კი, არა, კი, მერე გამოვიდა. კი, მაგას მომბო. ხო, ესე იგი, აი წარმოიდგინეთ, რომ ამ ვითარებაში როდესაც მე ვთქვი, გუმბარიძემ პასუხა, ეს არ არის ესეთი მარტივი საკითხი, თუ რო გონიათო. მე ვხარი, მე მგონია და კანონმდებლობაც, კონსტიტუციაც და რეგლამენტიც წაიგითხა, რადგან გივინა. და ეს ჩემი ხუშტური კი არ არის მეთქი. გარდა ამისა, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და აი აქ ლოჟაზე გახლავთ საზოგადოების წარმომადგენლები. აი, ზუსტად გამსახურდია. მოდით ვკითხოთ საზოგადოებას. ო, ზუსტად გამსახურდია დეპუტატი არ არისო და მე მას სიტყვას ვერ მივცემო. უიმე ბატონო გიორგი, თქვენ არც ის გწოდიათ რომ ჩვენ საზოგადოებას წარმოვადგენთ ამ ინსტიტუციაში. და როგორ? თქვენ სიტყვას ანაძლევთ და არ გაინტერესებთ საზოგადოებრივი აზრი. ყველას ნახევარ წუთი ველაპარაკეთ, თქვენზე არ გაჩერებთ, იმიტომ რომ მე არ თქვა არ მომეც სიტყვა ბოლომდეო. არა, ნუ ყვები უბრალოდ აი რა დიდი პოლიტიკოსი იყო და დღეს მისი დაბადების დღეა და ეს ძალიან კარგი ძალიან. მე მინდა გითხრა ბატონო გზარო, ჩვენ ყველა ტელევიზიას დაუგზავნეთ ყველა საინფორმაციო საშუალებას, რომ დღეს აქ ვიკრიბებით ერის მამის ილია ჭავჭავაძის ეზო გარემოში, რომ დღეს არის ასეთი დიდი დღე რეფერენდუმის პირველი მრავალპარტიული არჩევნების ადგილობრივი, რომელიც ეროვნულმა ხელისუფლებამ დანიშნა და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე. ვიკრიბებით დეპუტატთა გარკვეული ჯგუფი პირველი პარლამენტის და მეცნიერთა კონგრესის საზოგადოებრივების წარმომადგენლებთან. ჩვენ ხო არ მოგვიწოდებია ხალხისთვის მოდით. მოვედით აქ თქვათ ასეთი რაოდენობა ხალხის ხედავ რომელიმე ტელევიზიას. ვის აინტერესებს? არავის. აი გარი, აბა თქვენ ახლა ბატონ თენგის აგერ კიდევ თქვენს ვეთქვი, მაგრამ მანამდე კამედი კარგი გამოვიდა და გადავინასწორეთ იქეთ და თქვენ ხართ ერთ-ერთი წამყვანი დღევანდელი ბატონ ბესიკ ბოგველთან ერთად და აბა შეძახილი და მე უკვე საქმეს მივხედოთ. უდიადესი დღე არის რეფერენდუმის დღე, რომელსაც ფაქტიურად შემდგომში უკვე საბჭოთა კავშირის დემონტაჟიც გამოიწვია, შეიძლება სხვა ფაქტორებთან ერთად, რა თქმა უნდა. ეს არის ზუსტად გამსახურდიას დაბადების დღე, უოცარ საქართველოს შეიძლება ითქვას, რომ აი ამ სიმბოლურია, რომ ილია ჭავჭავაძის მუზეუმში ვარ და ეს არის ფაქტიურად შემდგომ უკვე 31 მარტს. მე აქედან ვისაც ის ექნება ავდივართ საფლავზეც გადაწყვეტილი. ფაქტიურად გაგრძელება არის იმ იდეებისა, იმ იდეოლოგიისა. ეს ახლა იქ ერთმანეთს ეჯიბრებიან ასლაში და ჩვენ ამას ვაკეთებთ აკადემიურად და როგორც მეცნიერებს შეესაბამება. და ამიტომ მე მოემზადეთ ბატონ ბესიკთან ერთად და გადავინასწროთ ნელ-ნელა იქეთ. ბატონო. და ამის შემდეგ ესე იგი ფაქტობრივად ნუ გუმბარიძემ კარგითო მობძანდება იმანაც თქვა რაც ითქვა ის უნდა გითხრა იმ დღეს დაინიშნა პირველი დემოკრატიული არჩევნები საქართველოში. ეს პატარა მიღწევა. რა თქმა უნდა, დიდი ამბავი იყო და იმიტომ ვარ დღეს აქ და იმიტომ დიახ. აი, მაგრამ მაინც უნდა მოხდეს რა, დაპირისპირება უნდა დასრულდეს ქვეყანაში. ხო და ამ ქვეყნის პირველი მტერი არის დაპირისპირება. მაშინ მოხდა ის, რომ გარკვეული შეთანხმებები
მიზნები იყო და აი ამან გამოიწვია რომ მივედით, თორე სისხლი მაშინ დაიბრებოდა ძალიან ბევრი. ანზორ ბატონო ხოსორია. ბატონი ანზორ სიჭინავა, ასევე ისიც პირველი პარლამენტის წევრი, დეპუტატი. ქვეყანა რომ გამარჯვებული იყოს, თუმცა ჩვენისთანა პატარა ქვეყანა. ამისთვის საჭირო არის ეროვნული თანხმობა. ამისთვის საჭირო არის ყველა იმ რესურსის გაერთიანება, რომელსაც შეუძლია საქართველოს გამოიყვანოს მძიმე ვითარები რაც დღეს არის და საზოგადოდ დასაჭირიდან და დააყენოს წისვლის გზაზე. ამისკენ მოგიწოდებდა ჩვენი დღევანდელი მასპინძელი დიდი ილია ჭავჭავაძე, ეს ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ყველა ძალა, რომელსაც ქვეყნის წისვლა უნდა ეროვნული სისტემით იყო განწყობილი, გაერთიანებული იყო და ქვეყანას წარმატებისთვის და გამარჯვებისთვის მიეღწია და ჩვენც ვალდებულები ვართ იმდენელი უზენაესი. ეგრეა. და მე ახალი თაობები რომ საქართველოს აი ამ გზით წავიდეს წინ. ილია ჭავჭავაძე აი ამბობენ ხოლმე ხშირად მარადიული თანამგზავრია ჩვენი ქვეყნის. ის მისი წინაპრებიც და მისი შთამომავლებიც პრობლემებიც შექმნეს ნიადაგი იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ყოფილიყო. ყველა იმ აქტის, მათ შორის ჩვენს მიერ ხელმოწერილი აქტის მონაწილეებიც არიან და ხელმომწერებიც არიან. როცა 18 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გამოცხადდა, მაშინ თაწმინდაზე იქ სამარაჯამო ქართველები რომ განისვენებენ, მაგათაც მიახარეს დამოუკიდებლობის აღდგენა. იმიტომ რომ მათი სულისკვეთება ზოგის სისხლი, ზოგის ენერგია და ყველი თქვათ მოღვაწეობა ამას ეძღვნებოდა. ისე როგორც ჩვენს დროს 91 წელს რეფერენდუმის დროსაც და მერე მიწეულ პოლიტიკურ გამარჯვებებს თაობები ამზადებდნენ და ახორციელებდნენ. ამიტომ მადლობა ხსოვდა მათი და მოვალმა თაობებმა ეს ყველაფერი უნდა გავითამოსოთ განსაკუთრებით ახალმა თაობამ, რომ საქართველოს იყოს გამარჯვებული, წარმატებული და ღირსეული ქვეყანა. დიდი მადლობა. აი ჩვენ გელათში დავიწყეთ ეს საუბარი. აი სადაც აპირდაპირ არის ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. ეს ერის მამამ თქვა და ჩვენ რა უფლება გვაქვს ახლა დაპირისპირების დროს ძალიან ძნელია გაარპიო მართალი და მტკვანი, ხო? აი ეგერ ხავს ჩვენ როგორც იტყვიან ჩვენ ერთ დიდი წინამძღოლი და ასაკანი და აბა ბატონ ნიკა კონსოლიდაციის ცენტრი. ეგ სასწაული პიროვნება და ინტელექტუალური კაცი და ძალიან სასიამოვნო. მე მოკლედ ვიტყვი რა, საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარებულია 31 მარტის რეფერენდუმითა და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტით. ეს არის სოფლიოში აღიარა ესა და ჩვენ ამ დღეს უნდა ვცეთ პატივი იმ ადამიანის მისი მეთაურობითაც მოხდა ეს ამბავი ბატონს გაფორმირებაში, იმიტომ რომ ვთქვათ, რომ ის ყველაზე გამოცდილი შორის, აქ მარტო ის არის გულისხმობა, რომ 16 წლის ასაკიდან დისიდენტო და შემდეგ მარტო ეს არის პოლიტიკურად ის ყველაზე გამოცდილი შორის და აბსოლუტურად სწორად წაიყვანა ეს პროცესი, რაც უნდა იყოს, რომ საოცარია და მგონია, რომ აქ აღსახვთვის ნებაც კიდევ ერთი რამ უნდა ვთქვა, საქართველოს დიდი ისტორია და საოცარი ისტორია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ის რაც ბოლო ხანებში ხდებოდა და დამოუკიდებლობა და რაღაცა უფრო მათი მისი ასე ვთქვათ საფუძვლები უნდა ვეძებოთ მე-19 საუკუნის დიდ განმანათლებლებში. ეგ. თამარი და დავითი საოცარი სახელებია და ჩვენი მისაბაძი მაგალითია რაღაც ასეთი, მაგრამ რეალური საქმიანობა დაიწყო
დაიწყეს მათ და მართალია ილია ჭავჭავაძეს თვითონ შვილი არ ყოლია სრობილი ამბავია მაგრამ დანარჩენები ყველანი ვინც ამ საქმეში იდგა და მომავალში ზარდება ყველა მისი სულიერი შვილია და არა მარტო მისი აკაკისაც და ვაჟასიც და ნიკოლაძისა და სხვების და ეს სულიერი ერთობა უნდა შეინარჩუნოს საქართველოს სულიერი შობა როგორც ქრისტიანულ სამყაროში არის როცა ნათლს იღებს ადამიანის მეორე იბადება აი ასე იბადება ყოველი ქართველი ილია ჭავჭავაძის ნაწერებს აიღებს ხოსგან მის გზაზე წავიდა დიდი მადლობა აი აგერ ჩვენ ბოლოსკენ ყველას ვერ მივცემ საშუალებას მაგრამ აი აგერ ერთი უაღრესად საინტერესო პიროვნება მან თქვა უკვე ეს არის აი ხშირად ვამბობ რომ ტელევიზია ქართულში ყოველ 3 საათში რომ არის ესე იგი სასწაულად არის თანაც გადაღებული და გაკეთებული ყველაფერი როდესაც ჩვენ 7 გზის ლოცვები იკითხება აი მისი ავტორი ერთი ბატონი გიორგი თანდილაშვილი ახალგაზრდა კაცი ძალიან გამორჩეული აზროვნებით და მე მას მინდა მიულოცო რომ იმ 50 კაცია შესული რომელიც აღიარებული იქნა რომ ასეთი ხალხი ჭირდება საქართველოს მომავალს აბა მოკლე შეძახით კიდევ ერთხელ თქვენს მაყურებელს მივესალმები ის ლოცვები არის მისი ავტორი არის პატრიარქი ინიციატორია პატრიარქი და შემსრულებელი არის ტელევიზია ქართული ტივი მე ვარ შუამავალი რგოლი ეს დავაზუსტე დღევანდელ დღეს ძალიან დიდი დღე არის თქვენგანს გილოცავთ დიდი ამურიშვილის და ნამდვილი პატრიოტის ნამდვილი ქვეყნის ლიდერის დაბადების დღეა იუბილეა დღეს და ბევრს საუბრის თავს არ შეგაწყენთ წეგანაც საუბრობდით ძალიან მარტივ რაღაცას ვიტყვი სკეპტიკოსებისთვის პირველ რიგში ვინც ამბობს რომ აი თქვა რაღაცა პოლიტიკური ნაბიჯები ისეთი ვერ გადადგა ზვიადმა რაღაცა შეცდომები ქონდა ის ქონდა ეს ქონდა მარტივ რა კითხვას დავსვამ შედეგი ხეიცნობა ნაყოფით საქმე იცნობა შედეგი ყვასი მას შემდეგ გავიდა რამდენი ათეული წელი რომელმა პოლიტიკურმა ლიდერმა ან პოლიტიკურმა გაერთიანებამ დადო მასზე მეტი შედეგი რაც დადო ზვიად გამსახურდია აი ეს არის ჩვენ შევხვდით 91 მარტს დიდი სულიერი ერთიანობით და 2025 წლის 31 მარტს ხდებით პოლიტიკურ სამთავროებად დაყოფილი და ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს არის მეცნიერების და მეცნიერთა კონგრესის ძალიან დიდი როლი რომ აი ილია ჭავჭავაძის ამ მოწოდებით ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებად. კი ბატონო. დღეს შემოხდა ესეთი ვიდეო 1990 წლის 30-31 მარტი იყო ზვიად გამსახურდია სტადიონზე მიმართავს ხალხს და ამბობს შემდეგ სიტყვებს რომ გაუმარჯოს დამოუკიდებელ ფეხბურთს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. დამოუკიდებელი ფეხბურთის შედეგი ჩვენ კარგად ვნახეთ ბოლოს წლებში. დამოუკიდებელი საქართველოს შედეგითაც დარწმუნებული ვარ და რომელიც ხოლმე უახლოეს. ამისთვის არსებობს მეცნიერთა კონგრესი. ეხლა გიორგი ბატონო, გამომღებით თქვენს ყველას ბატონებო, ერთ რამეს გთხოვთ, ეხლა ყველას ვერ მოგეცათ საშუალება რომ გეთქვათ აი აგერ ერთ პიროვნებას რომელიც ჰოლანდიიდან ჩამოვიდა მიესალმე აგარი ბატონი დავითის სახელი ძალიან კარგი საჯელაშვილი მოგესალმებით იყვახართ აი მას რასაც თქვენ აკეთებთ საქართველოს ეს არის ძალიან იშვიათობა დღევანდელ დღეს და მიხარია ესეთ საზოგადოება რომ შეიკრიბა და ის საქართველოზე რო ფიქრობთ ნეტავ მეტე იყო თქვენარი ხალხი და ნეტავ ისეთი დრო მოვიდეს რომ თქვენი ხმა გაიგოს თერმა საქართველოს მოვიყვანთ ამას მეცნიერების ხმა აგერ აი ხოვდა როგორი პატარა გოგონა დიშვილი მოიყვანა აგერ მისი ნათესავი ბატონებო მოდით ეხლა ჩვენც ყველამ წავიმუშაოთ ცოტა ამ თქვენს კამებს მოკიდეთ ხელი გამოვიტანეთ გარეთ ვისაც კამი არ აქვს წვიმა აღარ არის ამინდი ჩვენ მხარეს არის ეგ განსაცდელი არ არის როგორც იტყვიან უბედურება თუ ამას გააცნობიერებ ის სიკეთე აი სიკეთე ეხლა ამინდი მოვიდა ორ სპიკერს აგერ ბატონ თენგის ბატონ ბესიკს თხოვ აბა გავაკეთოთ ეხლა გავიტანოთ ეს კამები გარეთ აგერ წამოიღეთ კამები ეს დიდი ისინი წავიმუშაოთ ყველამ
რომან რურუას კამს ამოვიღებ მე, იმიტომ რომ ამას უნდა ვემსახუროთ. Წამობძანდით ბატონო. Წამობძანდით. ხო არ გადაღებული? ამით ხო არ ზვიმს? არ ზვიმს. წამოდით. მობძანდით. ეხლა მივეხმაროთ ამ სკამებს. წამოიღეთ ყველამ, რაც არ გვეყოფა, აგერ ქვემოდან უნდა ამოვიტანოთ. მოდით აქეთ. ამინდი ჩვენ მხარეს არის ბატონებო. აი ჩვენ აი ესე უნდა განვალაგოთ ყველაფერი. ეხლა წაიმუშავეთ ცოტა. კი ხარ კახეთიდან ჩამოსული. აი ეხლა სკამები ჩავალაგოთ აი ამ მიმაზე. ვიწყებთ იქედან. ტრიბუნას დავდგამთ იქ თავში. წავიმუშავოთ ნელ-ნელა ყველამ. ამოვიტანოთ სკამები. დავდგათ და სასაული რამე გვექნება ჩვენ დღეს. ეს იქნება მართლაც ისტორიული შეხვედრა იამაყებს ყველა, ვინც მონაწილეა, ვინც მოიწონებს ამას, მხარს დაუჭერს უნიკალურ ადგილზე ვარ ჩვენ ახლა ბატონებო, უნიკალურ ადგილზე. სკამები ესენი არ გვეყოფა, მეც მოგეხმარებით და ქვემოდან დიდი ისინი ამოვიტანოთ კიდე. ის რო გვაქვს. მაგი, მოწყდა რამე. აბა აქედან უნდა დადგე ჩვენ ტრიბუნა იქეთ დადგება ტელევიზიამ კარგად გადაიღერო ქართულმა ტივიმ სხვა ტელევიზია არავინ არ მოვიდა სამწუხაროდ ეს არის საქართველო რომ ილია ჭავჭავაძის ეზო გარემოში რომ ასეთი ხალხი იკრიბება და ტელევიზია არ მოვა არც ერთი ასაგებია უკვე რა ცვლილებებია საჭირო ამ ქვეყანაში მეგობრებო ეს საგურამოა ილია ჭავჭავაძის ეზო გარემო საწერას ხედავთ დიდი მადლია დღეს აქ ყოფნა საერთოდ დიდი დღეა ყველას ვინც გვიყურებთ ვისაც გაქვთ საშუალება რომ გადაგმასნათ ეს ყველაფერი ქალბატონებს მოემსახუროთ სკამებზე მამაკაცები წამობძანდით ეხლა აქეთ რომ კიდე ამოვიტანოთ ქალბატონებს დაუთმოთ ეს სკამები და ბატონი რომან რურვა თავში იქეთ ბატონო თემურ თქვენ ბატონ რომან რურვას გვერდით თქვენ და იქეთ ისინი მობძანდით ბიჭებო აბა მივეხმაროთ ეხლა ერთმანეთს რომ სკამები ამოვიტანოთ ქვემოდან ჩვენ რომანტიკული განწყობა უნდა შევქნათ ყველაფერი რაც არ ვარგა იყოს კაცო როგორ აგერ ქვემოდან ამოვიტანთ კაცო ეხლა ყველანი სკამებს კიდე აგერ დიდი ისინია ქვემოთ აი იმ სკამებს უნდა მოგვიდოთ ადვილი ამოსატანია და უნდა ამოვიტანოთ იქედან სხვა გამოსავალი არ აქვს საიდან აი წერან ამოვიტანე და აი მაგას კი ბატონო მაგენს გამოვიტანო თუ გვეყოფა და აგერ არის ზემოთ კიდე აი სკამები კი ბატონო ვახში ბატონო საუბრის დრო აღარ არის მუშაობის დროა ცოტა ხნით და ვიწყებთ ეხლა იქ უნდა განვალაგოთ ყველაფერი ტრიბუნას ყველაფერი წავიღოთ იქეთ მიბრძანდით თქვენ მომეხმარეთ იმაში რომ როგორც ვარ შეთანხმებული იქეთ სკამები უნდა ამოვიტანოთ იქედან აქედან ტრიბუნა ყველაფერი უნდა ვიმუშაოთ ისა გიორგი ბატონო აი იქ რო არის ზემოთ ისინი მე მგონი ისინიც ერთი და იგივეა და არ დაგჭირდება იქედან ამოტანა გვეყოფა ეს ზემოთ რო არის ბესიკ ბატონო ასე მოგიწია რო აქედან მიესალმე არ გითქვამს აბა მივესალმებ ბესიკ ყველაშვილი ძალიან გამორჩეული კაცი და დააგვირდით ამ პიროვნებას აი ის იცავს ბანკების დაზარალებულთა ინტერესებს იბრძვის ძალიან მაგრად ძალიან ძლიერი ოჯახი აქვს გილოცავ რომ თქვენი ერთი ბიჭი 50 კაცია დასახელებული ძალიან კარგი ბიჭები გყავს და მიხარია ეს ყველა აბა შემოძახი მივესალმები საქართველოს ულოცავ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს 34 წელი შესრულდა დღეს რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და მოვიპოვეთ ერთიანობისთვის არა სამოქალაქო ომისთვის არა ამ დაპირებისათვის რაც მდგომარეობს ქვეყანაში და უნდა შევრიგდეთ შერიგება უნდა მოხდეს და არა მოხდებისთვის რა თქმა უნდა კიდევ ეს ლიდერები ბევრს ლაპარაკობენ მაგრამ სიყვარული ერთობა და სიმტკიცე გადაგვარჩეს რაც იმ ადამიანებს უნდა ბატონ გამსახურდია ბატონ კოსტავას და აუცილებლად მამას ილია ჭავჭავაძეს აუცილებლად
აი კოტე ბატონო ხო ყველაფერი ხო კარგად წავიდა ამინდის გამოდის ხო წინვალია ყველაფერი რაც კარგი ინიციატივა იმას ღმერთი ყოველთვის ეგ არის ასეთი უნდა ყოფილიყო ეგ არის აბა ეხლა გამთავსდეთ იქეთ რომ ყველამ ჩვენ აქ გამოცდას არ ვატარებთ და ამიტომ გადაწერას ერთმანეთისგან არ ვაპირებთ სკამი ამოიტანე კაცო როგორ გაჩერდი აგერ სკამი აქეთ აგერ მიდით მიეხმარეთ გორიდან რო ჩამოდი აქ ეხლა თბილისელებს დამეტას ნოამუშავებ განწყობა შევქნათ განწყობა აი აგერ არის ზემოთ აი ეგერ და იქეთ მე მოგეხმარები მე და თქვენ ერთ სკამი ჩამოვიდანოთ რა მოგივიდათ მე ილაპარაკეთ ვახში ბატონო განალაგე ყველაფერი არა გადაგიღო კი არა აი ძაღლიც ჩვენ მხარეს არის აგერ იცავს ძაღლი აი ქალბატონი ნატალი რომლის სალონიდანაც გუშინ მართლაც ლიტერატურული სალონი და სასაული გადაცემა იყო ჩვენს გვერდზე დევს აი თვითონ მისი ინიციატივით გააკეთა ეს ყველაფერი აი ესეა მოწყობილი ჩვენ შიშველ ხელებიანი ხალხი აი ასე ვეხმარებით ერთმანეთს და დიდი მადლობა თქვენ აბა მიესალმე მიულოცე დღევანდელი დღე მოგილოცას დღევანდელ დღეს ვიყოთ შემართებით კბილად და მოვლიგებურად ერთმანეთთან კარგია ილია ჭაჭაძის სლოგანის თანახმად კარგია ეხლა ჯერ ბევრმა არ იცის რომ ეს ასეა გაკეთებული მაგრამ მაყურებლებმა იცოდნენ რომ აი ესეთი კეთილი განწყობაა დღეს აქ მუკუსით შენ წამოდი და ეს არის ძაღლის მოვიწვიოთ ბევრი შეაშინა ამიდმა მაგრამ ეგ დღეს ეგან თქვით ერთი რამ რომ სტადიონზე ითქვა ქართულ ფეხბურთს და დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოსო აი შოთა იემანიძის შვილიშვილი დღეს ჩვენთან ერთად არის უნიკალური სურათი გადავიღე როდესაც რომან ლურუა და ისინი ერთად მოდიან ქოლგით ამ წვიმაში არ შეუშინდით დიდი მადლობა საპატიოა დღევანდელ დღეს დასწრება ჩვენთან ერთად ძვირფასი საზოგადოება შეკრებილი ღირსშესანიშნავ ადგილას და ის მიზნები რაც არის ჩაფიქრებული რისთვისაც ვართ შეკრებილები მეთმაინებოს რომ ყველაფერი თანმიმდევრულად განხორციელდეს ჩვენი ქვეყნის და ხალხის მაგრად უნდა ვიყოთ მაგრად კარგია მოდით აბა მიესალმე ძალიან ბევრი იმუშავე ბევრი სკამი მოიტანე მიესალმე მიულოცე დღევანდელი დღე ნამდვილად ძალიან დიდი დღე არის და ზოგადად ქართველებს კარგად ვაკ დაცდილი 1000 წლის დასაწყისი თქოს და იქიდან იწყება საფუძველი შემდეგ ქართულის აღმავლობის და ეს დუღილი რაც დღეს საქართველოში ხდება თუნდაც დღევანდელი დღე იწვიმა იქუხა მაინც არ შედგა ხალხი ისევე დგას და ეს დუღილი მის ნიშანია რომ ღირებული რაღაცა დაიბადება აუცილებლად ვიდრე დაუწყიათ მან მინდა გითხრათ რომ ეს არის მეცნიერთა კონგრესის მიერ შექმნილი პროგრამული დოკუმენტები მე მხოლოდ ერთს გაჩვენებთ ეხლა აგერ აი რა შეუძლია ადამიანმა რომ გააკეთოს ეს არის რომან ლურუას ეზოგარემო აი ერთი წუთით თუ დამიჭერ ხელში ამას და აქეთ გადაიღებ თქვენ და ვიდრე თქვენ დაგიწყიათ როგორ არის აი წეთაში აქვს ყველაფერი რასაც ხედავთ ამ პირველ გვერდზე თუ შიგნით რასაც აკეთებთ ამ კაცმა შეძლო რომ გაეკეთებინა ამ კაცმა შეძლო ის რომ მის ეზოში რო არ გადავიდეს 1 5 6 10 წელი ეზოდან ისიც კი აქვს რომ ვინმე რამე რო ჩამოაგდოს როგორ დაიმალოს მეზობლები და ყველა როგორ დამალოს ენერგიას ვით იღებს გზის წყალი 90 ტონიანი აქვს ჩაბეტონებული კლდეში ეზოში არის ყველა სახის მწვანელი, ყველა სახის ბოსტნეული, ყველა სახის ხილი, ყველა სახის ფრინველი, ყველა სახის ცხოველი. თვითონ უვლის ამას ყველაფერს ერთი-ორი პიროვნება ეხმარება ბრწყინვალე მეუღლე და აი ამ კაცმა შეძლო ეს ასაული. რა არის ამ ქვეყანაში ბატონებო რომ
ჩვენ თუ ერთად ვიქნებით და არ დავხოცავთ ერთმანეთს, არ შევებრძოლებით ერთმანეთს, რა არის ამ ქვეყანაში, როცა ერთმა კაცმა შეძლო სასწაული მოეხდინა, თანაც ასეხვეწება 1-20 წელია ყველა ხელისუფლებას. ერთი სოფელი ყველაფერია, ერთი სოფელი ჩამაბარეთო, ერთი სოფელიო, არც გამგებლობა მინდაო. არც ხელმძღვანელობა, არც ხელფასი, არაფერი გაჩვენებთ როგორი იქნება ერთი წლის თავზე. ეს ვერ მოხერხდა ქვეყანაში. ამბობს რომ ჩავდებ ყველაფერს და 100 ოჯახს შევქმნი საქართველოში 2-3 წელიწადში ასეცო. აი ეს არის უბედურება, რომელიც გვაქვს და აი ამიტომ მიხარია რომ ეს კაცი არის და იმიტომ ვამბობ რომ ეს მარტო დიდი მოჭიდავი არ არის. წაიკითხეთ ეს სტატიები, რაც აქ არის მოცემული, ეს არის მოაზროვნე კაცი და ასეთ ადამიანს პირველი ხელისუფალი ვინც კი აქვს ქვეყანაში 1, 2, 3, ყველა უნდა თვეში ერთხელ თუ არა, კვარტალში ერთხელ მეტი, მარტო მას კი არა, ბევრს უნდა იწვევდეს, უნდა ესაუბრებოდეს, ეკითხებოდეს, იმიტომ რომ ხალხში ცხოვრობს ეს. და ამას ის არ გაუკეთებია. ყველაზე დაბალი ღობი აქვს იმაში, რაც არის სახლისთვის და რო გკითხეთ რა მაქვს დასამალიო, შემოიხედონ ეზოშიო, ნახონ ყველაფერიო. იქეთ წინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სასახლეები აიშენა და აღობა ისე რომ 100 კილოს თავი და თავი რაც არ უნდა აწიოს ზემოთ ვერ შეხედა ღობე სადამდეადის. რა უბედურებაა ეს, ვის ჭირდება ეს ყველაფერი. ამიტომ მადლობა უთხრათ ასეთ ადამიანებს, ვართ ცხეთაში, ვართ კარგ ადგილზე. ილია ჭავჭავაძემ, ნიკო ნიკოლაძემ უნიკალური ეზო შექმნეს და უნიკალური ეზო შექმნა მერაბ ბერძენიშვილმა. ბევრია საქართველოში ასეთი და ამ ადამიანების მიმართ ვიყოთ პატივისცემით. მივესალმოთ რომან რურუას და შეგიძლიათ დაიწყოთ. მე ვიმუშავებ იმაზე რომ დაიწყეთ. ძელი კომდეთ ერთწუთით. მოგესალმებით, ბატონებო, ალბათონებო, პატივია დღეს აქ ყოფნა. დღეს ვიკრიბებით მეცნიერებათა კონგრესი და პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები, რომ გავიხსენოთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე 1991 წლის 31 მარტი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ძლიერ გამსახურდიას ხელმძღვანელობით ჩაატარა რეფერენდუმი საერთო სახალხო კენჭით სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე. ეს იყო ეროვნული ერთობის დღე. რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეთა 93%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. ამ ფუნდამენტალური აქტით ქართულმა სახელმწიფომ განვითარა ტერიტორიული და პოლიტიკური მთლიანობა, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჩათვლა. ეს არის ასევე ბატონზეად გამოსახულია დაბადების დღე, რის თანამედროვე ახლოვებს მეგობრებს მიუგოცავ ამ დღეს. დღეს ვიმპოვებით უგვირგვინო მეფის საქართველოს დიდი რეფორმატორის წმინდა სავანის, სადაც თუ არა ქართული ერის ვამის წიაღში უნდა მოგვეტანა ლევანდელი ერის ტკივილი მეცნიერთა ერი ორადაა გამოშვილი უკავესი საერთაშორისო და შიდა პოლიტიკური გაფრთხილება, სოციალური დემოგრაფიული კრიზისი. გავლენებით ერთმანეთის მიმართ საბჭოთაა განწყობილი. თითოეულ პოლიტიკური მხარის განადგურება საკუთარი ბედნიერების და საქართველოს გაფრთხილების უალტერნატიულ მიზნად მიაჩნიათ. ისტორიული გაკვეთილების მიუხედავად მითოლოგიური ამირანის გავსად ემოციები გვაკვარგვინებს რაციონალურ აზროვნებას. რამდენჯერ უნდა ვკეპნოთ ერთი და იგივე პოლიტიკური კლასი? ეს დაპირისპირების გზა უცხოა ჩვენთვის მეცნიერთა კონგრესისთვის. მეცნიერთა კონგრესის სხვა რთულ, თუმცა პროგრესულ ნორმატივად იდეას გზავს ირჩევს. ბედნიერ მორიგებას ერთმანეთის შეუბრალავად და დაუმონებლად. ჩვენ შეგვიძლია კრიზისი დიდ პოლიტიკურ კაპიტალად სახელმწიფოს განვითარების კაპიტალად ვაკეთოთ. ამიტომაც მეცნიერთა კონგრესმა კრიზისის აღჭურვილად ავიღეთ გეზი მეცნიერთა პოტენციალის ინტეგრირებისკენ პოლიტიკურ პროცესებში. ვის შეუძლია ილიას იდეის პარტნიორობა თუ არა მეცნიერებს? 2025 წლის 8 თებერვალს გელეთის აკადემიის ისტორიულ კედლებში ჩატარდა დიდი მეცნიერი კაცების მიერ წლებით ნაღვაწი ეროვნულ სახელმწიფოებრივი
დოქტრინის განხილვა და მიღება. ქართველებს და ქართულ სახელმწიფოს აქვს დავითის საქართველოს შენებლობის სადარი მხარი სამოქმედო დოქტრინა, რომელიც შეიქმნა გარემოპოლიტიკური ძალებისგან დასაცავად, რომ ამიერიდან ქართველიერი და მომავალი თაობა აღარ იხეოდნენ ვითარცა ლერწამნი გარემოსოფხედოებითი გავლენებისგან. და რომ ჩვენ თავი ჩვენვე უნდა გვეკუთვნოს. ვინ გადაგვიწყვიტა რომ საქართველოს სახელმწიფოს და ქართული ერისბედი სხვაზეა დამოკიდებული? პასუხი ერთია, საუკუნოვანმა მონურმა ფსიქიკამ. აქ შევიკრიბეთ თავისუფალი პოლიტიკური და სამეცნიერო საზოგადოება, რომ დაპირისპირების მაგნად განვეცხოთ დავითის სახელმწიფოს შენებლობით. საქართველოს ერთადერთი უალტერნატივო უძველესი ჰარმონიული გზაზეა აზია-ევროპის დასაკავშირებლად. ეს მარტო საჰაერო, სარკინიგზო, საავტომობილო საზღვაო კავშირები არ არის. ეს გულისხმობს პოლიტიკურ, კულტურულ, სამეცნიერო კავშირების სინქრონიზაციას, ქართული ბიზნესის ინტეგრირებას ტრანსნაციონალურ ფინანსურ სამყაროში. თუმცა ჯერ მზად არ ვარ და არც კი ვემზადები დიდი მისიისთვის. ამ გზას არავინ დახურავს, უბრალოდ ქვიშის გავსად ადგილობრივი მოსახლეობა გამოილექება და მის ადგილას სხვა დაიკავეს და ეს პროცესი დადგმულია. ეს მმართველი და ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ჩართული არიან დაპირისპირებაში და მათ აღარ ძალუთ გაუმკლავდნენ სახელმწიფოს საშინაო და პოლიტიკურ გამორჩევებს. ცეცხლის ჩაქრობაზე და მომავალი თაობის გადარჩენაზე არც ერთი პოლიტიკოს და მეცნიერს არ უნდა სჭირდებოდეს პატიჟი და თხოვნა, რომ სახელმწიფოს საქმეში ჩაერთვენ. ჩვენ არავის ვეხვეწებით, შვიდად ვაგრძელებთ გეგმით დასახულს ხალხის მიერ არჩეული თანხმობის პარლამენტის შეკრებისათვის მზადებას. ისეთი დრო დადგა საქართველოში, რომ აღარავის სჭირდება სამეცნიერო ნაშრომები, ნიჭიერი და პროგრესული მეცნიერები ტოვებენ ქვეყანას. დღეს სამშობლოს მშენებლობა მოითხოვს პატრიოტ ავანგარდ მეცნიერ პოლიტიკოსების თავგანწირვას, ვინც თავის თავზე აიღებს რეფორმებს, სამეცნიერო, ეკონომიურ, კულტურულ და სხვა დარგების პატრონობას და განვითარებას. ეს პარტიებს აღარ ძალუთ და არც მათ ინტერესებშია. ისინი მხოლოდ პოლიტიკური რესურსებით მოიაზრებენ კრიზისების მართვას. ამიტომ დუას კრიზისში და არავინ ფიქრობს 2010 წელს მენტალური სამეცნიერო ინსტიტუტების აღდგენას და ქვეყნის მშენებლობაში დაყენებას. ამასობაში კრიზისი ღრმავდება და ვინ თუ არა მეცნიერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა აზია-ევროპის დამაკავშირებელი ერეფნის სრულყოფილად მართვა გამგეობაზე. ეს გზა ღმერთმა თავის სამოთხე ჩვენ გვარგუნა და ბრიყვები ვიქნებით თუ სწორად არ გამოვიყენებთ საკუთარ შესაძლებლობებს და მომავალ თაობებს გავიმატებთ უცხოეთში გადასახუთად. შეკრების და საქმის გაკეთების დროა, ბატონებო. ამ წმინდა სავანიდან ხო წმინდა მარტა ლილია შეგვეციოს მამობრივი სიყვარული და პოლიტიკურ ცხოვრებაში წარდგინოს. ამთვის სწორადზე დავანებულია მამების თვალის წმინდა იოანე ზედაზნელის მონასტერი. 13 ასურელმა მამამ წმინდა სვემეონ მესვეტისა და ღვთისმშობლის კურთხევით ნათელი მოფინეს ქართულ კახეთს და ქართული ერის განაწყეს ბრძოლისკენ, სულიერებისკენ და წმენაში გაგვამტკიცეს. გვასწავლეს, რომ შრომას, ბრძოლას, სამშობლოსთვის და მომავალი თაობებისთვის გადარჩენისთვის ყოველთვის აქვს აზრი და რომ სამშობლოსთვის ბრძოლაში მარტონი არ ვარ. სულიად ზეციური საქართველოა ჩართული და დროა განვეწყოთ, რომ ჩვენ უკვე მოგებულ ბრძოლაში შევიდეთ თუ ამას მოვიდეთ. მადლობა კიდევ ერთხელ აღნიშნოთ ეს დღე 31 მარტი და კარგია. ნუ ნერვიულეთ. მოგესალმებით ძვირფასო ბატონებო, ესტერნა კონგრესის ძვირფასო წარმომადგენლებო, უზენაეს საფრთხის წარმომადგენლებო, აფხაზეთის უზენაეს საფრთხის წარმომადგენლებს მივესალმები და თან დიადი დღე არის სადაკარგების გარეშე ვიყვი წმინდა ადგილას, ნათელ ადგილას, მარადიულ ადგილას საქართველოს
ხალხარო ხატის განსხვავებულებას ასეთ ადგილას და ჩვენს ვალდებულება ვართ რომ აი ეს დიადი მონაპოვარი რაც 31 მარტთან არის დაკავშირებული და არა მარტო 31 მარტთან ეს საზოგადოებას მოუწყოთ შევთავაზოთ და ეროვნული თანხმობის ეს მოდელი შევთავაზოთ რომლისთვისაც ეს საზოგადოება დღეს თუ არ არის მზად ხვალე მაინც იყოს ამ თვალსაზრისით ამ ილია ჭავჭავაძე დიადი ადამიანი რომელიც უნივერსალურ ქართულ და არა მარტო ქართულ წელი სოფლიო კულტურის მონაპოვარია და საერთოდ დემოკრატიის მამაც არის შეიძლება ითქვას ამ თვალსაზრისით და ბუნებრივია რომ ეს დიდი რაღაცა მოხდა რა რომ 31 მარტი და ზვიად გამსახურზეას დაბადების დღე ამ ადგილას სიმბოლურად მოხდა ამ იდეების გადაკვეთა რა ამისთვის თითეული ჩვენთაგანი ბედნიერი უნდა იყოს და ეს დიდწილად პასუხისგებლობას გვაკისრებს ძალიან დიდს ორი სიტყვით გეტყვით რომ პირველი მოწვევის უზენაეს საბჭო 31 მარტის საფუძველზე სადაც განცხადდა ურყევი ნება ჩატარდა რეფერენდუმი მარტივი შეკითხვით 91 წლის 31 მარტს სურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის საფუძველზე ამით გარკვეულწილად მოხდა განგრეული დროთა კავშირის აღდგენა ხიდი გაიდო წარსულსა და დღევანდელს შორის და ეს დაგვირგვინდა 9 აპრილის უდიადესი აქტით. ამიტომ ის ურყევი ნება, რომელიც გამოცხადდა ამ დღეს, არის მარადიულად შესული საქართველოს ისტორიაში, როგორც ასეთი. რასაც მოყვა შემდგომ უმნიშვნელოვანესი გაგრძელებები, ფაქტიურად ეს არის ფუძე და საფუძველი გაგრძელება იმ დიადი მონაპოვრისა, რომელიც ფუჯიდან და ფარნავაზიდან დავით აღმაშენებელი თამარიდან, გიორგი ბრწყინვალიდან და ასე უდიადესი ადამიანების გაგრძელება არის, შეიძლება ითქვას, ცოცხალი ისტორიასთან თანაზიარება ეს ყველაფერი და ეს ყველაფერი ამას სჭირდება გაგრძელება როგორც ასეთი. ორი სიტყვით კიდე მინდა შემდგომ თქვა 9 აპრილის შემდგომ მონაპოვარზე აფხაზეთის თემატიკა, სამაჩო, ანუ ცხინვალის თემატიკა, მიწის საკითხები, ისე გასხვისებისათვის დაუნდობელი, ასე ვთქვათ, კანონ პროექტები, რომელიც საუბედუროდ დღეს იგნორირებულია და დანაშაულებრივად არის შეიძლება ითქვას დაგალახული ამ თვალსაზრისით. ეს უნდა გამოსწორდეს, ამას სჭირდება მეცნიერული მიდგომა, ამას სჭირდება ახალი პოლიტიკური ძალები, ამას სჭირდება ახალი სამოქმედო სივრცე და დღევანდელი დღის დანიშნულებაც ერთ-ერთი მეცნიერთა კონგრესი და ან ადამიანს წარმოადგენს, ვინც კიდევ ვერ მოახერხა აქ მოსვლა. მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოს აი ესეთი უნივერსალური ასე ვთქვათ პროექტები. ეს განხილვადია, ეს გაკეთებადია, ეს შესრულებადია, ახსრულებადია. ну, რა თქმა უნდა, ახლა მიამიტები არავინ არა ვარ და კი ვიცით რა პირობებშიც გვიხდება ახლა ძალადობრივ სამყაროში და მთელი რიგი ესეთი ანარქიული პროცესები არის მიმართული, რომელიც დიდი საშიშროებას იწვევს სუვერენიტეტის დასაკარგავად და ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ერთ-ერთი მოკრძალებული ნაბიჯი თუ არა მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გახდეს იმისთვის, რომ გადაილახოს ეს დესუვერენიზაციის ასე ვთქვათ პროცესი. და ახალი განახლებული ძალები შემოვიდნენ ამ პროცესში ის წინაშე და ჩვენ ახლა ბევრის ლაპარაკი შეიძლება ამ იმაზე რა მაგრამ უპირველესად კიდე აი ამ იდეების გაგრძელებაზე არის ვიფასო ბატონებო ლაპარაკი აქ ჩემი კოლეგები გამოვლენ ამიტი არ შეგვაშენებს როგორც ასეთი და მე მინდა ავიცი ახლა სიტყვა გადავცე მაინც ბატონ თემურ მონიევას. ბატონ თემურ მონიევას არა, ბატონ თემურ მონიევა გააკეთებს, ვისა? ბატონი თემურ მონიევა გააკეთებს მოკლე იმას, მობრძანდით. კი, ყველანი. ორდუთიანი სიტყვას ყველა ვიტყვით, კაცო, წვიმა რა შეგვაშინებს. მოგესალმებით. ახლა ხმანახეთ ვიფასო მეგობრებო.
ამიტომ არ არის მათ შესაძლებელისი, მაგრამ იმისთვის ნამდვილად შესაძლებელია, რომ ის ამ ქვეყანაზე ცხოვრება, არსებობა რაღაც კიდევაც კაცმა იმისთვის, რომ ერთობა შეძლოს. ამ ერთობისთვის ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა და პირველი ასეთ სერიოზული ნაბიჯი იყო ჩვენი შეხვედრა გელათში, მესერთა კონგრესი. იქ დოქტრინა გაგაცანით, რომელიც მესერთა კონგრესის ერთობრივი ნაშრომია და რაც ყველაზე მთავარია, იგი იწყება ერის სულიერი მამის ილია ჭავჭავაძის სიტყვებით და სიმბოლურია ისიც, რომ ნელ-ნელა ჩვენი შეხვედრა გაგრძელდა აქ. და ყველაზე მთავარი დასებით ვიყო ჩვენ განცალკევებულად ცხოვრება, ერთად ყოფნა საჭირო, ის თანხმობის პარლამენტი, მომავალი თანხმობაში, ერთობაში დოქტრინის პუნქტებს ცალკეულს არ წავიკითხავ, იმიტომ რომ თითოეულმა თქვენთაგან მე ძალიან კარგად იცის. მაგრამ რაც რო გადის კიდევ უფრო წუნდები, აქ ჩადებული დებულებების შეშმარიტებაში. ვემსახუროთ ერთს, ვიყოთ ერთად. მეც მიმისვლის რაღაც შესწორდი დამიშვია ამ ქვეყანას. უყურეთ მე ადამიანებს და შეიძლება გარკვეულად მათ წინაშეც რაღაც შემეშალა. მაგრამ პატიება ვიტყოდე და ყოველფალს სულიერ მამას ევიცას, რომ ის რაც იყო წარსულს ჩავაბაროთ და მომავალით ავაშენოთ ისე, რომ იყოს ჩვენი ქვეყანა ერთიანი და ძლიერი. კარგია. იურისტებს, არა, აგერ იმას. სად არის? ბატონო იურისტები ორი ბატონო კოტე თქვენ და ეს მოდი ბატონო კოტე მომძამდით იურისტებს ვთხოვოთ რომ და მე რეკეთ ბატონ ნიკოლოზ კიდე იურისტი მიმყავს აქ მომძამდით და პირველი უზენაეს საბჭოს წევრები ყველანი ერთად ბოლოში მივიდეთ და ერთად კიდე რაღაცა შეძახილი გავაკეთოთ. საოცარი ღია ეს და ალბათ ისტორია ინებებს კიდევ მომავალში ეს დღე გამეორდეს საქართველოში, განაწევრებულ, დაპირისპირებულ, გახեցილ საქართველოში. იმედი ვავსებს მაინც დღეს გევანდელ თაობას ახალგაზრდასაც ახსოვს დღეს ეიმობს საქართველო ამ დღეს და სად თუ არა აქ იგი ილიას აი ამ საოცარ ადგილას, სადაც მისი ფეხის ყალია, ამჩნევია ყველაფერს, დიდი ადამიანის, დიდი ქართველის, ჩვენი სულიერი მამის შევიკრიბეთ დღეს რომ იმედით ავსვით საკუთარი თავის და მთელი საქართველოს, რომ ეს არ დარჩება ყვალი, ხოლო ისე ისტორიის ეს მოიტანს საქართველოში ერთობას, იმიტომ რომ მეცნიერთა კონგრესი სწორედ ის დოქტრინა, რომელიც შეერთებულია გვიანი და გონიერი ადამიანების მიერ, განათლება იყო ყოველთვის საჭირო. განათლება ქმნის მსახურებს და ფუნდამენტს, რომელზეც მერე შენდება პოლიტიკა და მერე შენდება ეკონომიკაც და სოციალური ცხოვრება. შესაბამისად, სწორედ აქ არის თავისი პოტენციალი და სწორედ ეს მადლობა იმ ადამიანებს აი ამ ორგანიზაციებს ეცნობს, რომ ეს აქედან კიდევ ერთხელ გავამხნევოთ. 2,600,000 ადამიანი მიიღო მონაწილეობა, აქედან 2,250,000 მათი აფხაზეთის და სამოქალაქო ცხოვრობ იოსებ ჯორაბიოვი მაგის საქართველოს გამოუშვებო ამას ვერავინ ეს ისეთი იურიდიული ფუნდამენტია რასაც πρέπει ილაპარაკონ 20 არ უნდა აფხაზეთს არ უნდა საქართველოს ცხოვრება ამ დოკუმენტის შესწრების პარამე არ აქვს ეს არის უყუარი იმერთობისა და ეს ძლიერ განსაკუთრებია და მისმა გუძა მოგიტანა მაშინ შეძლეს სწორედ ამის გაკეთება დიდი მადლობა მომძამდით ჩვენ 2-3 წუთი გინდა სულები კოლდა რო იყოს კარგი მაგრამ და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული შენთა შუცისხლით გულისრულად გარდამებანა ამ გულში არის შენი აწმო შენი წარსული ილია ჭავჭავაძის ამ გენიალური სიტყვებით სწორედ მის სახლ-მუზეუმიდან ამ ხაებრივი ადგილ-მამულიდან სადაც იგი მოღვაწეობდა ჩვენ მეცნიერთა კონგრესის წარმომადგენლები მოგმართავთ სრულიად საქართველოს ქართლს, კახეთს, სამეგრელოს, გურიას, აჭარას,
აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, სვანეთს, ხევსურეთს, საზღვარგარეთ ცხოვრებ ჩვენს იმერეთი და გავეცი. ქუთაის დასაკვირველია. იმერეთს. და მის შემოგარეს იმერეთს მთლიანად. მე მინდა გითხრათ ჩემო მეგობრებო, რომ საქართველოს წინაშე ესეც ხადად არასოდეს ყოფილა არჩევანი და ესეთი ნათელი, რომ ქართველმა ხალხმა გააკეთოს არჩევანი დაპირისპირებასა და თანხმობას შორის, სიძულვილსა და სიყვარულს შორის, გაერთიანებასა და დაყოფას შორის. ჩვენი შეკრება, ჩვენი ერთობა, ჩვენი ერთსულოვნება სწორედ იმას ემსახურება, რომ საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური ასპარეზი და პოლიტიკური სპექტრი არის გაძარცვული, დაცლილი შინაარსისაგან, იდეისაგან. სწორედ 1990-იანი წლების დასაწყისში სულმართმა ძვირად გამსახურდიამ ჩაუყარა საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობას და მის დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ეს პოლიტიკური აბსოლუტური აბსოლუტურად გაძარცვა მოხდა ჩვენი არაკეთილმოსურნეების მხრიდან. ძვირფასო მეგობრებო, დღეს საქართველოში გასაკითხი, რომ შემოვიდნენ ახალი ძალები პოლიტიკურ ასპარეზზე. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ახალი პოლიტიკური ცენტრის დაბადებას და ეს არის სწორედ ბესერთა კონგრესი, რომელიც ქმნის ასეთ საქმეს, ასეთ სენს, ასეთ მართლაც რეალურ ალტერნატივას. ჩემო თანამემამულენო, საქართველო დღეს იმყოფება უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის პირობებში. როდესაც თითქოს არ ჩანს გამოსავალი, თითქოს ამ პოლარიზაციას არ აქვს დასასრული. და სწორედ დღეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიდან, სწორედ დღეს ამ მამულიდან ჩვენ ვაცხადებთ, რომ უნდა მოხდეს საქართველოს დემოკრატიზაცია, დაბადება ახალი ჯანსაღი ძალის. და მე მინდა ჩემი დღევანდელი სიტყვა დავასრულო იგივე ილია ჭავჭავაძის გენიალური ლექსით: "ისთვის არ უღერ, რომ ვიმღერო, ვით ფრინველმა გარეგანმა, არა მარტო თბილს ხმებისთვის გამოგზავნა ქვეყნა ცამა, მეც სამნიშნავს და ერიმსდის, მიციერის ეციერსა, ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარუძღვე წინა ერსა, სწორედ მეცნიერთა კონგრესი წარუძღვება წინ ერს და გაიყვანს სამშვიდობოში. მე ამის ღრმად წამს, მე მოუწოდებ ყველა გულანთებულ ადამიანს, ყველა საქართველოს მოყვარეს, ყველა მამულშვილს, როგორც საზღვარგარეთ ყოფ ჩვენს თანამემამულეებს, ასევე საქართველოს ფარგლებს შიგნით ყოფ ძალებს. მე ვიცი, აღარ არის მეგობრებო, გაჩვენების დრო, აღარ არის მეგობრებო, ინერტულობის დრო. ჩვენ შემოგვიერთდით, ჩვენ უნდა გადავახალისოთ თლიანად პოლიტიკური სპექტრი. ახალი ძალები უნდა მოვიდნენ საქართველოს ხელისუფლებაში. ახალმა ძალებმა უნდა დაიკავოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობები. არ შეიძლება საერთაშორისო იზოლაციაში იყოს მუდმივად საქართველო. არ შეიძლება პირისპირ მხოლოდ და მხოლოდ საქართველო დარჩეს ჩრდილოელი მეზობლის ოკუპანტის წინაშე. მარტოდ რჩება. დიპლომატია მარც ხდება საქართველოში. აქედან გამომდინარე, ეს მშვიდობაც მყიფეა. არ ვიცით ხვალ რა იქნება, გაურკვეველია ეს პერსპექტივა ჩვენი. ამიტომ ყველამ უნდა შევქმნათ და გამოვხიზდეთ და შემოუერთდეს, ასე ვთქვათ, მეცნიერთა კონგრესი, ის ჯანსაღი ძალები, რომელსაც მართლა აღელვებს საქართველო და რომელსაც უნდა რომ ჩვენ შვილებს გქონდეთ ნათელი მომავალი. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ცოცხლეთ. აშენებდა მიგინდათ. აბა, მოკლე სიტყვა ყველა შეუძლია რაღაც ვთქვათ.
ჩვენ დეპუტატები ახლა თუ თქვენ გორი შემოძახებს ერთწუთიან სიტყვას, თუ რაიმე გაქვს და მე ჩვენ დეპუტატები ძალიან ორიგინალურად მიდის დღევანდელი ჩვენი შეკრება. აი, ხან წამოვაწვიმა, ხან გადაიღებს, მერე ისე მიდის, მაგრამ ჩვენ ვერ გვიშლის ხელს ვერაფერი, ისე როგორც ვერ უშლის საერთოდ აი ამ პოლიტიკურ ძალას, ძალა რომელიც მოდის პირველი პარლამენტიდან და რომელიც აი ახლა ერთიანდება მეცნიერთა კონგრესთან ერთად. მეცნიერები და ძველი პოლიტიკოსები, მეცნიერები და პირველი პარლამენტის წევრები ერთად ვეუბნებით ქართულ საზოგადოებას, ხალხო, გვეყოფა დაპირისპირება, დაუბრუნდეთ ერთმანეთს, ჩამოაყრათ ხელი და მოვითათბიროთ ერთად. იქნებ მართლები ხარ და ჩვენ არ გვესმის. იქნებ ჩვენ ვართ მართლები და თქვენ არ გესმით. ანდა ის ინტერესები, რომლებითაც იმართებით ყველა იქნების არ არის ღირსეული ინტერესი და ამას მიყავს ქვეყანა დაღუპვისაკენ. უნდა გადაუხიოთ. ასე ცხოვრება არ შეიძლება. გავერთიანდეთ უნდა, დამშვიდეთ უნდა, მეცნიერულად შევხედოთ მოვლენებს და გამოვიმუშაოთ სწორი პოლიტიკა, რომელიც გაიყვანს ქვეყანას თავის ადგილზე, ღირსეულ ადგილზე, რომელიც ეკუთვნის მას როგორც ინტელექტუალურ, როგორც შემოქმედებით ერს და რომელსაც აქვს ასეთი კარგი წარსული. არ შეიძლება ჩვენ არ გქონდეს კარგი მომავალი. აი ამას დავუბრუნდეთ. დიდი მადლობა. მივესალმები აკადემიის საზოგადოებას, უზენაეს საფუძვლებს, მეცნიერთა კონგრესის წევრებს, რომლებმაც წამოაყენეს რუსული დიდი ხანია წამოყენებული აქვს შესანიშნავი დოქტრინა 12 პუნქტის საშუალებით, სადაც აბსოლუტურად არის აღწერილი ყველა ის მოთხოვნა, რაც ქართული ეროვნული ინტერესების განვითარება შეეხება. აქ გამოსულმა ადამიანებმა ბევრი ისაუბრეს 31 მარტის მდგომარეობით გურა სიკეთე მივიღეთ ჩვენ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მამისა საქართველოს დამოუკიდებლობას საფუძველზე შემდეგ და გამოცხადებული უკვე დამოუკიდებლობა საქართველოში 9 აპრილს, მაგრამ მე აქ მინდა რომ განვაცხადო შემდეგი საკითხი, რომ აუცილებელია მთელი სამართლებრივი ბაზის, საკანონმდებლო ბაზის შეცვლა, რადგანაც ჩვენ არ მოხსენებს ხელს ის, რომ ხან ჩავებღავჭოთ კონტინენტურ სისტემას, ხან ანგლო-საქსონურ სისტემას, აუცილებელია სრული ქართული სამართლის შექმნა. საკანონმდებლო ბაზა უნდა იმართებოდეს ქართული მენტალიტეტის, ქართული შეგნების გაგების საფუძველზე და ისეთნაირად, რომ ჩვენი კანონმდებლობა არ იყოს გადატვირთული ბარბარიზმებით, პოლიტიკური ნორმებით და ასე შემდეგ, რომ ყველაფერი გასაგები იყოს, რომ პირებს, რომლებიც არაკეთილსინდისიერები არიან, მიეცეთ მანიპულაცია სამართლებრივი ნორმებით და ამით ტანჯოლ სრულიად საქართველოს. მათ დაანევროზეს მთელი საქართველო პირდაპირ იმ გადაწყვეტილებით, რაც გამოდის სასამართლოებში, პროკურატურებში და ასე შემდეგ. ისე რომ მე არ მინდა რომ პატენციურ ადამიანებმა ძალიან ბევრი ისაუბრეს და გავაგრძელო ძალიან ამას საათები არ ეყოფა, ყველა საკითხი შევეყო და ყველა დარგში შევეყო, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული თავდაცვის პოლიტიკამდე. ამიტომ ერთადერთ რამეს მოუწოდებ ხალხს, რაც ყველაზე მთავარი, რომ აქ ყველა ეროვნული სულისკვეთების მატარებელი ადამიანი უნდა გაერთიანდეს და ვისაც რა დარგში შეუძლია და აქვს პრეტენზია იმისა, რომ ემსახუროს, ინათლად ემსახუროს სამშობლოს და იურიდიულ ნორმებზე რაც შეეხება და სამართლებრივ სისტემაზე, პირადად მეც და არა მარტო მე, ვერ შეგვიძლია სრულიად ქართული კანონმდებლობა შევქმნათ. გაცილებით კარგი ამ 33 წლის მანძილზე ამახინჯებდნენ, ანადგურებდნენ. დიდი მადლობა ყველა დღეებისათვის აღარ მინდა გავაგრძელო, ახლა დავუთხროთ სიტყვა სხვა პირებს, გამომსვლელებს და შემდგომში აი დიდი ილიას სახელმწიფოებიდან ისეთი რომ დამდგარიყოს, რომ მიგონოსოს ერთმანეთის უკვე როგორც სრული, აბსოლუტური, სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მადლობა ყურადღებისთვის. ბატონ შემურსოთხო. სად არის დეპუტატები, სად არიან ჩვენი დეპუტატები? დეპუტატები გავიდნენ? დეპუტატებო, მობძამდეთ, დავიძათ ერთად ბატონ თემო ერთი დაიჭირე და შენ შეგლია ხო გადაიღო და ამით
ესე ბატონო რა მეხوارეთ მე. არა მამბა არა. შენვართ ერთგული მაყურები. მე და შენვართ ერთგული მაყურები. ერთად ბატონო არა ერთად დავდგეთ ბატონო მეგობრებო რამდენიმე წავიდა ჩვენი ჰოლანდიელი მოდი რაღაცა ჰოლანდიელი არა ქართველი ვარ ქართველი ჰოლანდიელი მე ჰოლანდიელი მე ვარ იმავე ჰოლანდიელი კი არა ეგეც კარგი ესეც კარგია აბა ზანეთ ბატონო ნიკოლას ყველანი ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, როგორ სახელმწიფოში ცხოვრობთ, რა გზით მიდის ის და არა გვაქვს უფლება ავშუქოთ მაშინ, როცა უნდა ვახე შეძახილი ამ კომანდის ყოველთვის შეიძლება და დღეს სწორედ ასეთი მდგომარეობაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაპირისპირება, პოლემიკა საუბარი ერთმანეთში გადაიზარდოს რაღაც ისეთ ექსცესებში, როგორებშიც უნდა თქო გადაიზარდოს. არა ბატონო, ადამიანი იმიტომ არის ადამიანი, რომ გამოთქვა საკუთარი აზრი და სადოს საკუთარი სიმართლის გადასტურება და დამტკიცება სიტყვით და საქმით და არა სხვა. მე ვფიქრობ, სწორედ ამ საქმის შემსახურება დღევანდელი ჩვენი შეკრება და ის ადამიანები, ვინც ჩაიფიქრა სამდაუდან ის გას ამ გზაზე, სწორ გზაზე დგას, და მათ მიესალმოთ აი სწორედ ამ ადგილას და დღეს. ბატონ არა თქვა მოგზადეს ბატონი აზრს ეკინავა უზენაეს აფროს გარემოებს. დღევანდელი დღე კიდევ ერთი დადასტურება მემკვიდრეობითობის პრინციპის. თაობები, რომლებიც შესაძლოა ეხმარებოდნენ საუკუნეების განმავლობაში, ამ პრინციპით მოქმედებდნენ. მომდევნო თაობები წინა თაობების გაყვავილ გზას აგზელებდნენ და ირჩევდნენ საუკეთესო გამოცდილებას. 1991 წლის 31 აგვისტოს საქართველოს მოსახლეობა სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე კითხვაზე სურს თუ არა მას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უპასუხა დადებით. და აი ეს საფუძველზე ამავე ხალხის მიერ არჩეულმა საქართველოს უზენაესმა საბჭომ აღადგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ეს იყო თაობების სისხლით, გონებით, ოფლით, შრომით, ღვაწლით მიღწეული დამოუკიდებლობა, გამარჯვება. ამიტომაც ამ გამარჯვების თანამონაწილეები ისინიც არიან, ვინც ამას ვერ მოესწრებს. ბევრი მათგანი უცხოეთში იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველოს. ბევრი ფიზიკურად ვერ მოესწრო, გარდაიცვალა, მაგრამ ყველა პროცესის შემოქმედი იყო. აღსანიშნავია ის, რომ იმდროინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც რამდენიმე თვის არჩეული იყო და დობა ჰქონდა, რომ ქართველი ხალხის სახელით ემოქმედა ელაპარაკა, ქართველ ხალხს კითხა, როცა ის უმნიშვნელოვანეს განაცხადებას გებულა და რეფერენდუმი ჩაეტარებინა. თუმცა შესაძლებელი იყო ეს განაცხადება რეფერენდუმის გარეშე მიღებული იყო, მაგრამ იმდროინდელი ქართული პოლიტიკური ელიტის
პოლიტიკური ხელმძღვანელობის გონივრული ნაბიჯი იყო ის, რომ უნიშნულოვანესი გადაწყვეტილების მიღების დროს მან ეს კითხვა იმ ხალხს ვინც აირჩია. და მე მგონებ, რომ დღესაც ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ, ქართული პოლიტიკური პროცესის შემოქმედებმა, ვინც საქართველოს უნდა გამოიყვანოს კრიზისიდან და სრულ გზაზე დააყენოს, ასეთივე ნაბიჯი უნდა გადადგას. მაგრამ ქართულ ხალხს უნდა კითხოს, როგორ უნდა მოიქცეს და ამის შესაბამისად იმოქმედოს. ეს ურთიერთთანხმობის, მოლაპარაკების, დათმობების ზით არის აუცილებელი. აი ამის გარეშე, თანხმობის გარეშე და მოლაპარაკების გარეშე ამ პროცესის გადაწყვეტა მე შეუძლია მიმარჩი. ამიტომაც დღევანდელ დღეს გაჟღერებული იდეები ახაც ითქვა, აუცილებელია იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი შეჩერდეს და საქართველოს სწორი გადაწყვეტილება მიიღოს ქვეყნის სასიკეთოდ და მომავალი საქართველოს ღირსეულად შენებისთვის. ალბათ ბატონო, ერთ-ერთ სიტყვას მეც დავუვაგო. განვაგრძელოთ ბატონო აზრებს, მე ჩემ გამოსვლა წინგივი, მაგრამ კიდე ხაზი მისვა და გაუსვა იმას, როგორც ბატონმა აზრა, ეს ფუნდამენტალური შეხედულებები, ცვლილებები, რაც დღევანდელ ხელისუფლებას თუ მასთან ძალებს აქვს ჩაფიქრებული, ეგ ლაპარაკი არის აფხაზეთის საკითხზე, ცხინვალის რეგიონზე, თუნდაც ოპოზიცია რასაც აჟღერებს ანაკლიის თემაზე და ასე. ძალიან არასერიოზულია. ეს ძალიან კაფეოდ უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ამ პროცესებს სჭირდება სულ სხვა დამოკიდებულებები, სულ სხვა ის მონაპოვარი, რომელიც აფხაზეთის თემასთან არის დაკავშირებული, არც ერთი პოლიტიკური ძალა, არც ხელისუფლება, არც ოპოზიცია საუბედუროდ არ ამსანებს იმას, რომ აფხაზეთი ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც 62%-მა ხარი დაუჭირა აფხაზეთის ყოფნას საქართველოს შემადგენლობაში. ეს არ შეიძლება ითქვას, რომ აი ეს გადაულახავი რაღაც, რომლის გადახედვა არის ექვემდებარება უკვე დანაშაულს რა, როგორც ასეთი. ამიტომ თუ შეცვლა უნდა ვიღაცა რუსეთიდან ირანში რკინიგზის თუ რაღაც მთელი რიგი პროექტებია, ხო? ეს ექვემდებარება გამოტანას სააშკაროზე რეფერენდუმის თემატიკას და იმ რეფერენდუმის შედეგების შეცვლას, რომელიც უზენაეს საბჭოს აი ამ მონაპოვარში არის ჩატებული. ასევე ცხინვალის რეგიონზე შეიძლება ანალოგიური თქვა, რომელიც გაუქმებულია უმაღლეს დონეზე გაკეთდა ძალიან რაფინირებულად, სადაც პრეზიდენტმა ელცინმა და პრეზიდენტმა გამსახურდიან შეთანხმებას უაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც ეს რეგიონი შეყვანილი იქნა საქართველოს შემადგენლობაში ყოველგვარი ავტონომიების გარეშე. ამიტომ თუ მომავალზე არის ლაპარაკი, თუ დიპლომატიაზე არის ლაპარაკი, მხოლოდ და მხოლოდ ეს არის ათვლის წერტილი, ხაზგასმით მინდა თქვა, ათვლის წერტილი, რომელიც მოიპოვა უზენაეს საბჭოს და ვინმეს თუ უნდა ეს ან უნდა განაახლოს, ან უნდა გააგრძელოს. იმედი მაქვს, რომ ის ახალგაზრდობა, რომლებიც კუჩაში არიან, გარეთ ვინც არიან, ამ ესტაფეტას სწორედ მიიღებენ, ხარს აუბევენ მეცნიერთა კონგრესის და მსგავს ფუნდამენტალურ ხაზმასილბაბო მონაპოვარს, მოხდება აი ამის განხილვა საყოველთაო, ყოველგვარი რაღაც პარტიული თავსმოხვეული მავნე იდეოლოგიზაციის გარეშე და ჩვენ თანხმობაზე თუ გვინდა ლაპარაკი, ეროვნულ თანხმობაზე ლაპარაკი, ამ ფაქტებს ვერავინ გვერდს ვერ აუვლებს და ვინც აუვლებს კიდე თავის თავს რაღაც უდიდეს განსაცდელს და უდიდეს სამჟავროს უმზადებს. იმედია რომ ამას გადავლახავთ, ჩვენი შეხვედრაც ამას ემსახურება, ოღონდ ჩვენ ვიქნები ძალიან პრინციპულები, არის წითელი ხაზები, რომლის გადალახვაც არ შეიძლება, დესუვერენიზაცია, რომელიც მიმდინარეობს მოქალაქეებში, დატყვევებებში, ბავშვების წამებაში და ასე შემდეგ, ეგ უყურებელი უნდა იყოს და მოუწოდებ დროულად მოეგონ გონს, დროულად, სანამ უბედურების ჟამი არ ჩამოკრავს, მთელი კონვენციებს, რომელსაც შეერთებული ვართ, პატიოსთან დაიცვან, როგორც ასეთი და გადმოდგან ის ნაბიჯები, რომელიც შემდგომ უკვე ნორმალურად ახალი ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან არის დაკავშირებული.
ბატონო თემურ მე მინდა თქვენ აგერთა დიდი მადლობა გენდათ მოგახსენოთ როგორც კონგრესის უზენაეს საფრთხე და შთამომგონებელი ამ შეხვედრების და იმედი უნდა გამოვიყვათ რომ მხოლოდ ესეთი ოპტიმისტები არ ვიქნებით ფაიაში გამოკიდებულები და ამას ამ იდეების რეალიზაცია მოყვება. მადლობა ყურადღებისათვის და იმედია რომ გამოვხსნათ. დღეს აქ ვამბობ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მოკლე სიტყვას. ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს ვკითხა ირმა ილია ჭავჭავაძე. დღეს სწორედ ამიტომ ვართ აქ. ეს შეძლო დავით აღმაშენებელმა, ეს შეძლეს ჩვენმა დიდმა მეფეებმა. ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე იმართებოდეს, ეს ნიშნავს, რომ არც დასავლეთს უნდა გაეგო ფეხქვეშ, არც აღმოსავლეთს უნდა გაეგო ფეხქვეშ, არც ჩრდილოეთს არ უნდა გაეგო ფეხქვეშ, უნდა ემსახუროს საკუთარ ხალხს და ქვეყანას უნდა ემსახუროს. პარალელურად ამისა ქვეყანას აქვს შესაძლებელი დიდი სულიერი მისია. ჩვენს ქვეყანას გააჩნია დიდი სულიერი მისია. ასე დაასათაურა ზვიად გამსახურდიან თავის წიგნი საქართველოს სულიერი მისია. საქართველოს სულიერი მისია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სულიად სხვა ფუნქცია, ანუ ის, რომ სამი როგორც ამბობენ დიდი მეცნიერები, სამი ერი საკაცობრიო იდეალით მოვიდა ამ ქვეყნად. ფინიკიელები, შუმერები და ქართველები. აღარ არიან ფინიკიელები, აღარ არიან შუმერები, დარჩენ ქართველები. ქართველებს აქვს შესაძლებელი ის დიდი სულიერი მისია. როდის შესრულდება სულიერი მისია დიდი? როდესაც ქვეყანაში იქნება ერთობა. ყველა დაპირისპირებული მხარე უშვებს უდიდეს შეცდომას, იმიტომ რომ როცა ქვეყანა შეუძლია გახდეს რა დიდი სულიერი მისიის შემსრულებელი, ამ დროს ჩვენ დაპირისპირებული ვართ ქვეყანაში ერთმანეთთან. მე დღეს მინდა ვთქვა ერთი რამ, როდის გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. მე თქვენ ყველამ მოკლათ საკუთარ თავში მონა. ბატონო კოტე მე მგონი თქვენ თქვით ერთხელ ეს და ვადასტურებ. უნიკალური გამონათქვამია ამასთან დაკავშირებით. იოანე ოქროპირს აქვს აფხაზეთთან არის დაკავშირებული. იოანე ოქროპირს აქვს უნიკალური გამონათქვამი, რომ თავისუფლებისათვის გაგაჩინათ ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები. მოკლათ საკუთარ თავში მონა და ნუ იქნებით ნურავის მონა ნუ იქნებით. აი ილია ჭავჭავაძემ ძალიან ძლიერად აქ რამდენჯერმე ითქვა. დღეს გვჭირდება დიდი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავა და დაუმონებლად. ვისაც ეს არ ესმის, მას არ ესმის არც ქვეყანა, არც ქვეყნის მომავალი. ჩვენ მტრებს უნდათ რომ ქვეყანაში ვიყოთ დაპირისპირებული. ჩვენ დღეს თუ გვინდა ქვეყანა, რაღაცაზე უნდა ვთქვათ უარი და ბოლოს ვამბობ თავს. ქვეყნის უბედურება მოდის ორი კაცის დაპირისპირებასთან. ორი კაცის დაპირისპირებას ეწირება მთელი ქვეყანა დღეს. ეს არის ტრაგედია, ბოღმა შუღლი და დაპირისპირება. ვიღაცას უნდა ვიღაცას მოერიოს. ბატონო ბიძინა საკუთარ თავზე გაიმარჯვე. ვერავიზე ვერ გაიმარჯვე. როგორც ვერ შეძლო ეს მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ თავზე ვერ გაიმარჯვა და ვერავიზე ვერ გაიმარჯვა. გაიმარჯვეთ საკუთარ თავზე და დაანებეთ თავი თქვენი დაპირისპირებით ნუ გადაკიდეთ მთელი ქვეყანა ერთმანეთს. დღეს ვდგევართ ჩვენ ილია ჭავჭავაძის აი ეზოგარემოში და ის იმასთან. თუ მე ამ შეფასებაში ვცდები შერისხული ვიყო, მაგრამ თუ თითოეული თქვენთაგანი ვინც ამას ნახავთ, მოისმენთ და კარგად გააანალიზებთ, რა ხდება ქვეყანაში. ჩვენ სამართლიანობის დადგენა გვინდა, თუ ვიღაცა ვიღაცას ერევა. ვიღაცა ვიღაცას ასამართლებს, ვიღაცას ვიღაცის დაჭერა უნდა. არც არავის დაჭერაა საჭირო, არც ყველას გაერთიანება ერთი კაცის წინააღმდეგ და არც არავის გასამართლება არ არის საჭირო. ვართ რეალურად მძიმე მდგომარეობაში, ყველანი ვართ დამნაშავე იმაში, რა მდგომარეობაც არის ქვეყანაში, ყველა მოვინანიოთ, ყველა შეუნდოთ ერთმანეთს და მოვკიდოთ ხელით ჩვენი ქვეყნის როგორც იყვიან, აი ამ დიდ საჭესთან დადგეს მთელი ქვეყანა. თუ გვინდა რომ ქვეყანა წავიდეს წინ, ესაა გასაკეთებელი. 26 მაისს 200-მდე კაცის სია იქნება უკვე ხალხის მიერ შედგენილი. ეს პროცესი გრძელდება. საქართველო დაინახავს იმ დიდ ნაკრებს, რომელსაც შეუძლია რომ ზეცისკენ წაიყვანოს ქვეყანა და ძლიერებისკენ წაიყვანოს, ბედნიერების სავსე ქვეყანაში ვიცხოვროთ. ნუ ამონებთ ქვეყანას, ნურავის, არც ირანის ფეხქვეშ გაგება გვინდა, არც რუსეთის, არც ჩინეთის, არც ამერიკის, არც დასავლეთის არავის. ვემსახუროთ საკუთარ ხალხს და ვემსახუროთ საკუთარ ქვეყანას. ორად ვართ გაყოფილი, ერთ ძალაზე ბატონობს
ჩინეთი, რუსეთი და ირანი და სხვები კიდე მეორე ძალაზე ბატონობენ სოლორუსულ მასონური ძალები. ორივე არის ანტიქართული, ორივე არის უბედურება. ჩვენ ვიაროთ ქართული გზით. ქართული მხოლოდ ქართული გზა. ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. ილია ჭავჭავაძემ თქვა, მე თქვენ გაღვიძებთ, თქვენ გადაიბრუნებთ, გადაბრუნდებით საწოლში და ზურგს მაგცევთ მეო. აღარ ვარ გადაბრუნება. გამოვიღვიძოთ, ისე როგორც გითხრა ილია ჭავჭავაძემ და წავიდეთ წინ. გავიმარჯვოთ საკუთარ თავზე. დიდი მადლობა ყველას, ვინც იყავით აქ, ვინც დახავს ამ გადაცემას. დიდი მადლობა მეცნიერებს, სასწაულს აკეთებთ თქვენ, მეცნიერთა კონგრესს. დიდი მადლობა რომ პარლამენტის წევრები დღეს სხვადასხვა ადგილზე არიან შეგრებილები, მაგრამ აი აქ იმ დიდი ხედვით მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩვენ ქვეყანას მართლაც დიდი მომავალი აქვს. დიდი სულიერი მისიაა შესასრულებელი. დავდგეთ ამასთან. მაგრად ვიყოთ, ძლიერად ვიყოთ და გამარჯვებული ვიყოთ. არა თქმა უნდა. ვისაც მოგზავდი. ვისაც უნდა მოგზავდი. ეხო ვიპი ვარ საფი თუ არა? ეხო აგერ ზემოთ არიცით რა ხდება. აბა ბეკილე кай შეიძლება გამოვეცი. ძალიან დიდი პატივი არის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ეს. აი წმინდა ილია მართლის წილი გახდა. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე გავიდა 34 წელიწადი. და ამ დროს ჰქონდა აცემის პერიოდი, აღდგენის პერიოდი, მაგრამ თითეული პერიოდი არის ძალიან დიდი ოქროს საბადოს მატარებელი. თითეული ამ პერიოდიდან, დაცემის პერიოდიდანაც და ამალურის პერიოდიდანაც შეიძლება ამოვყრიფოთ ის დიდი ღირებული ფორმატი, რომელიც შეიძლება დაღვინდეს. თუნდაც აქ დღეს გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი აზრები. მაგალითად, რომ საჭიროა შეიქმნას შესაბამისი სამართლებრივი სივრცე. მაგრამ აი ამ სამართლებრივ სივრცეს აუცილებლად ჭირდება შესაბამისი ნიადაგი. თუ იმ შესაბამისი ნიადაგზე არ აღმოცენდა ნაყოფი, ვიცით ბიბლიურიდან, ეს ნაყოფი შეიძლება თავის ღირსეულ შედეგს არ მოგცემდეს. ამიტომ აქ მეორე ხმაც კარგად გაჟღერდა, რომ იყო ერის შემოძახილი. ანუ მოხდა ერზე დაკითხება. იქნებ მართლაც დადგა ეს პერიოდი, როდესაც აი ეს გავლილი პერიოდი, რასაც სხვადასხვა ხელისუფლებებმა ჩაიბარეს საქართველოს. იმით კი არ გადავაფასოთ, რომ ერთმანეთს ნიშანი მოუღოთ. იქნებ იმით გადავაფასოთ, რომ რა იყო თითოეულში ღირებული. და შემდეგ დავეკითხოთ ისევე ჩვენ ხალხს და აი აქედან დადუღდეს ღირებული მომავალი. მოგზავდი. ელედა დაოს მოგზავდი. ხელში დაიჭირე საუბარი. აუ ეს გამოიწო თუ რა თქმა უნდა. გამოიწო. ეს კი აჩვენებს. პირველ რიგში მე მინდა ქვეყანას და საქართველოს მოსახლეობას მიულოცო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი დღე 34 წლის აღიარეს ბატონს განსაკუთრებით დავადების დღე და ვიზეიმით ვიამახეთერმა რომ ქართული სამყარო და ქართული სულიად საქართველო გახდა დამოუკიდებელი გამოიყო საბჭოთა კავშირში. დღესაც ყავს ადგილობრივი აქაც დღეები ეგრეთწოდებული მეხუთე კოლონია, რომელიც ხელშეწყობენ ისევ ყარუშებას და ასე შემდეგ. ამის გვარების და სახელების ჩამოთვლა არ გვინდა, მაგრამ ვიცით ჩვენ ვინ არიან ესენი, რა საკეთებენ და უსამართლოდ ექცევიან. პირველი ლიდერები დღეს თვითონ და ოპოზიციაში ვინც არიან, რომლებიც მევახშეობით არიან დაკავებულები და მე პირადად ვერდები ამ მევახშეობას. ეს ხალხი მოგიწოდებს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თურმე ამათ დაქვემდებარებაში და უფრო უკეთესად რომ გაიძახოს საქართველოს.
არც ბარტონ ზიად გამსახურდია, არც მერაბ კოსტავას, არც ილია ჭავჭავაძეს, ილია ჭავჭავაძეს არ უგზავნია იმისთვის ქვეყნის სიკეთე მოიტანა, რომ ადგილობრივ ბიზნესმენებმა მევახშეებმა საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტა ქვეყანა გადაწყვეტა. ამისათვის ჩვენთვის საჭიროა მთავარი ერთობა, არ არის საჭირო კინკლაობა, უნდა შევთანხმდეთ, რაღაცას უნდა მოვრიგდეთ და მარტო ფულის შოვნა არ არის, ეს სამფულმა და სიმდიდრემ დააარჩო ეს ხალხი და ესენი ლიდერობენ. მე აქედან პატიო მერგო მინდა შერიგებისკენ მოვუწოდო საქართველოს და იმ ხალხს კიდევ ვის წლები არის ამ ქვეყანაში. გონს მოეგნენ თორე დრო ბუმერანგი ვიტრიალდება და ყველა თავის პასუხს აღებს კანონის წინაშე აუცილებლად. აგერ ჩამოსულია ჰოლანდიიდან ჩვენი უახლოესი მეგობარი და 1 მილიონი ემიგრანტი ყავს, უნდა აღვნიშნოთ საქართველოს 1 მილიონი ემიგრანტი ყავს აქციული აქედან სხვა ქვეყნებში პურისპურის საშუალებლად, როცა ჩვენ ამდენი რესურსი და სიმდიდრე გვაქვს საქართველოს, შეგვიძლია აქეთ ჩამოვიყვანოთ ხალხი. ჩვენ ერთობა გვქონდა. თქვენ დღეს რო ესწრებით ჩემთვის დიდი პატივია და ჩვენი გაცნობაც ემიგრაციიდან ახალი ჩამოსული ხალხი საშუალზე ხალხი დასული და რამდენად აჯობებდა. შეძახება თონ დავით. ჩვენთვის რამდენად აჯობებდა რომ აქ საქართველოში და ისე ის კეთილი საქმე აკეთებს, რასაც ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილი და მისი გუნდი მეცნიერებათა კონგრესი ამას აკეთებს. ორი ისე გაიქნებოდა ესეთი დრო დადგეს და ესეთი საათები მოვიდეს რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ საუგარეთიდან და დაბრუნდნენ საქართველოში. ზოგი ძას საქართველოს მუშაობა არ შეუძლია და არ უნდა ეს არის ტყუილი. აი მაგალითად მე რაზეც მუშაობდა როგორც სადაც არ მიდიო ყველგან არიან ქართველები. დღე-დღე მუშაობენ ზოგმა უფროსად უმეტესმა ქართულიც არის, მაგრამ მაინც მუშაობენ რომ რამენად ან დედა შეინახონ, ან მამა შეინახონ, ან ოჯახი, ან ცოლი, ან შვილი ასე და ასე შემდეგ. გაიქნებოდა რომ ეს დრო დამდგარი იყო, რომ ჩვენ ჩამოვსულიყავით და ჩვენი ქვეყნისთვის მიგვეხედა და ეს დღევანდელი დღე ესეთი დღე არის, რომ რამდენად საქართველოს და ქართულებმა გამოიღვიძოს, ერთმანეთს შეუნდოთ და ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ და დავეხმაროთ. აი ეს მინდა რომ ეს დღე მოვიდეს და აი ამ დღეს დაიწყოს ეს შერიგების დღე. ალბათ. დაასრულე. კიდევ ერთხელ აქედან მოუწოდეთ საქართველოს როგორც უნდა ჩვენს ლიდერებს, ჩვენს გმირებს, ბატონ კოსტავას, ბატონ გამსახურდიას და დიდი ილია ჭავჭავაძეს, როგორი ქვეყანას უნდა ესეც საქართველოში ძალიან მალე ვიზეიმ. გამარჯობა. მადლობა ყველას ორგანიზებას ჩვენ ვასრულებთ დღევანდელ ღონისძიებას, რომელიც მიძღვნილი იყო 1991 მარტის რეფერენდუმასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი იყო. ჩვენ მივყოფებით ილია ჭავჭავაძის ერის მამის სავანეში და ზევიდან გადმოყურებს ივანე ზედაზნელის მონასტერი მამების თვალი, რომელმაც შექმნა ვერმონაზონთა სისტემა და პირველად დამფუძნებელია და ილია ჭავჭავაძე, რომელიც არის პოლიტიკური კულტურის დამფუძნებელი და დემოკრატიული ინსტიტუტების და ევროპასთან ევროპული მიმართულების პარტია შექმნა მან, თუმცა ის რომ ის უალტერნატივო პრეზიდენტი იყო, მოიაზრებოდა და გაზეთებში იწერებოდა, რომ ეს იქნება ყველაზე კარგი პრეზიდენტი, ეს ვერ აიტანეს მავანმა ბოლშევიკებმა, მენშევიკებმა და ბოლშევიკებმა და ერის მამა გაიმეტეს სასიკვდილოდ. ამდენად ჩვენ მნიშვნელოვანი ეპოქაში ვართ, კრიზისები უნდა დასრულდეს, კრიზისი უნდა ვაქციოთ დიდ კაპიტალად, ეს შესაძლებელია, ამის უამრავი დამოკიდება გვაქვს, ახლა 400 წელი სრულდება მართყოფის ბრძოლის, როდესაც ჩვენ გავერთიამდეთ და მოვიგეთ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე არის სახელმწიფო, დღევანდელი მმართველი და ოპოზიციური პარტიები ბუნებრივად 2011 წლიდან არიან განწყობილი დაპირისპირებაში, ისინი ვერ ქმნიან პროდუქტს და ეს პროდუქტი სწრაფი რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დიდ გლობალურ სივრცეში გადავსწრებს. მოდიდგანე გვასწავლიდნენ ორ დიდ ზღვას შორის იყო ლელო და ეს ლელო უნდა გადარჩეს, ეს უნდა გადავარჩინოს მეცნიერება, პოლიტიკოსებმა, ავანგარდმა პოლიტიკოსებმა, მეცნიერებმა, ახალგაზრდობამ, რომელიც მეცნიერულ საფუძვლებით შეისწავლიან აღნიშნულ პრობლემებს და აი ამ რეფერენდუმს, რომელიც აქ ნახსენები იყო, ეს არის დიდი კაპიტალი და ამას გამოიყენებენ მომავალი ერთიანი საქართველოს გამთლიანებისთვის. მადლობა ყველას. კარგად გამდებით. გამარჯვებით ვიყოთ. კარგი იყო, ასე რომ კარგი დღეობა გაქვს. აბა
იქეთ ახლა